გამარჯობა, ვაგზელებ პოდკასტ შიშველი ხელებით და გადავწყვიტე რომ დღევანდელი პოდკასტი და ეს სერია იყოს განსაკუთრებულად საინტერესო, იმიტომ რომ ყველაზე მეტად ვისაც ვენდობი, ისეთი ადამიანი, ჩემი მეგობარი ავარჩიე ამ სერიის სტუმრად. მანამდე გეტყვით რომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი პოდკასტი და იყავით ყურადღებით იმისთვის რომ არ გამოტოვოთ სიახლეები და პრინციპში სათქმელი ძალიან ბევრია, სალაპარაკოც ძალიან ბევრია და მე ვფიქრობ რომ არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც ისე კი არა რომ ბაღიდან, სკოლიდან თუ უნივერსიტეტიდან არა. აი ესე შემთხვევით გაჩნდებიან შენს ცხოვრებაში და სწორედ ასეთია მომღერალი ანა დოიაშვილი, ჩემთვის ანა დოი უსაყვარლესი ანა, რომელიც პრინციპში უკვე აქ არის და შემიძლია რომ თან ჯერ გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგი, როგორ ხარ? გადასარევა და მიხარია რომ დღეს ვილაპარაკებთ და აი ბოლოსკენ იტოვებენ ხოლმე ასეთ სათქმელს, მაგრამ მე მოვედი სამი მთავარი სიტყვით, რომელიც გონია რომ ყველაზე განსაკუთრებულ ადამიანებს უნდა უთხრათ. ეს არის მიყვარხარ, ეს არის მადლობა და ეს არის ბოდიში. აი ყველანაირი ასპექტით ხო და მინდა რომ იცოდე რომ ჩემი სახით ყავს უერთგულესი ადამიანი, რომელიც აი არასდროს ზურგს არ შეგაქცევს. ანა. ცოტა ისეთი ამინდა ავარჩიო. კარგია, პირიქით, სასიამოვნო. ზე არ არის. სასიამოვნო. და ხელს არ შეგვიშლის და დრო გვაქვს, საათიც გავიკეთე, იმიტომ რომ სუგამირბის ხოლმე დრო და თან დავხედავ და გადავაკონტროლებ. აქვე ლაშას მადლობა ჩემს ძმას, რომელიც იღებს ამ პოდკასტებს. და ესე ვამბობ ხა სანამ გადმოვიდოდი გზაზე რომ შიშველი ხელებით თქო და ნუ აი 4 ხელით. და რა თქმა უნდა იმ ადამიანებით ვინც სტუმრები არიან და ამასაც უნდა გავუსვა ხაზი რომ უწყვეტი კადრია, არაფერს არ ამოვჭრი საერთოდ. კარგი. არა ამოვჭრი თუმცა აი ამოვჭერი და მე ამოვჭრი. კარგი. იცი რა არის, ბევრი მაქვს სალაპარაკო შენთან, ისედაც სულ ჭორავთ სიზმრებზეც, რეალობაზეც, აბსოლუტურად ყველაფერზე, მაგრამ მაინც მინდა რომ გემღერება? არა. საერთოდ? იცი რატო გეკითხები? აი ხوار ამბობენ რომ მომღერალს, ზოგადად მუსიკოს, ხელოვან ადამიანებს აი რაღაც სათქმელი უგროვდებათ ხოლმე. ეხლა ალბათ ის ფაზაა, როცა უფრო მეტად აგროვებ ემოციას, აკვირდები? იცი რა არის? ძალიან დიდი ხანია ჩემს პროფესიას, ანუ სიმღერას ცოტა ხანი შევეშვი და დავანებე თავი. და უფრო სხვა პროფესიისკენ წავედი, მუსიკის თერაპიისკენ და ფსიქოლოგიისკენ. მაგრამ არც მემღერება, ყველაფრის თერაპია პრინციპში ვარქვე უნდა უთხრა, მაყურებელს ისედაც გამოგდის. ორი სიტყვით შეგიძლია ისეთი მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა, რომ პლუს კიდე მუსიკით ძალიან მაგარია. და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ბოლოს ჩემი სიმღერით მე თვითონ ვეღარ ვიღებდი სიამოვნებას და მინდოდა რაღაცა ისეთი მეპოვა, რაშიც მე თვითონაც ძალიან კომფორტულად ვიქნებოდი და სხვასაც დავეხმარებოდი და ანა, მე ვიცი რომ არასდროს აი ადამიანური ფაქტორი იმდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ აი ჩვენს ირგვლივ რაც ხდება, ამას უყურადღებოთ არასდროს ტოვებ. მეტად როცა ეხება საქმე ბავშვებს, როცა ეხება ქალებს, როცა ეხება უამრავ ნაწამებ ადამიანს და აი რაღაცნაირად ასე მინდა დაგისვა შემდეგი კითხვა, ვიცი რომ არ მჭირდება შენთან რევერანსები. აი ახლა ეს რაც ხდება, აი ხელოვანის თვალით დანახული რეალობა. გარდა იმისა, რომ არის სასტიკი, აი არ ვიცი, არ მინდა ასეთი მიმართულება მივცე, რომ აი დამაიმედებელი არის, იმიტომ რომ ვიცი რომ ოპტიმისტი ხარ მაინც და შეგიძლია ბევრი ემოციური ბარიერის გადალახვა. აი არ ვიცი, სამი სიტყვით რას დაარქმე აი ამ ყველაფერს. ამ ყველაფერს სათაურება მე მგონი ძალიან გამიჭირდება, მარტო მე კი არა, ალბათ ძალიან ბევრ რაღაც ვინმეს გაუჭირდება. მაგრამ სიჩუმე არის ჩემთვის და სიჩუმე საერთოდ მიყვარს ძალიან, მაგრამ ძალიან ხმამაღალი და აუტანელი სიჩუმე არის და ძალიან ტკივა ყოველი ის არ შესრულებული რაღაც ტკივილი და ამოუთქმელი, რომელსაც ატარებენ ადამიანები ჩვენს გარშემო და მეც მათ შორის ძალიან დიდი ბრაზი, აგრესია, წყენა, იმედგაცრუება, ნიჰილიზმი არსებობს ჩვენში, მაგრამ აი ანა შენც ყოფილიყავე აი ამ გამზირზე ერთ-ერთი იმ ადამიანებისგან. აი არ ვიცი. მე მართლა ყოველდღე მაგას ვამბობ, რომ რა პრინციპით არ ვარ, მე არ ვიცი. და ვიცი რომ ამას განსაკუთრებულად განიცდიდი, იმიტომ რომ ბევრი ვიდეო მაქვს ნაჯერ ისედაც ვიცი შენი მოსაზრება, მაგრამ არა ეს იმდენად აბსურდულად მართლა ესეთი ამორჩეული საუკეთესო ადამიანები არიან დატყოვებული, რომ აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ მეც ყოფილიყავი მათ რიგში, მაგრამ აღმოჩნდა ისე რომ მე არ ვარ. და ჩემი მეგობრები, რომლებიც იდგნენ იგივე გამზირზე, სადაც ყველანი ერთად ვიდექით, დღეს გარეთ არიან.
ზოგი დუმს, ზოგი არ დუმს. ალბათ ეს ის დუმილია, რომელიც სიჩუმე არ არის. კი, იმიტომ სიჩუმეში ჩვენ გულისხმობთ სიმშვიდეს და დუმილი ალბათ ყველაზე დუმილი ძალიან მტკივნეულია, კი, ძალიან მტკივნეულია და ისიც ძალიან მტკივნეულია, როდესაც ამდენი ხანი ყვირი და შედეგი არ არის. ამიტომ ეგეც მესმის. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ეს აღარ არის ისეთი ცხოვრება, როგორიც იყო. და აი როგორია შენთვის ეს ცხოვრება? იმიტომ რომ ვამბობთ ხოლმე, რომ აი გახსოვს გეუბნებოდი, რომ აი რაღაც გამოიპრანჭე, ჩაიცვი, სადღაც წადი, მოემზადე, არ აქვს მნიშვნელობა პრეზენტაცია იქნება, კლიპის თუ სიმღერის თუ ასე შემდეგ. აი შენთვის აი როგორია ეს სხვანაირი ცხოვრება დღეს? ჩემთვის ძალიან შეიცვალა დღევანდელი დღე, ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში ხალხი შეიცვალა და განწყობა შეიცვალა ის რომ ის ადგილი სადაც გავიზარდე, სადაც გავატარე ჩემი 20 არ ვიცი რამდენი წელი გამომივიდა 20 წელი ყოველ შემთხვევაში 1 წელი სამწუხაროდ ის სახლი აღარ მაქვს. ხო. თეატრს გულისხმობ, შესაბამისად აღარ არიან ის ადამიანები, აღარ არის ერთობა, რაც ჩემთვის ძალიან დამაიმედებელი იყო და ის კერა, სადაც ძალიან ბევრი რამ იქმნებოდა კარგი. ამ თემას მე ისე არ ჩავუვლიდი. გულისხმობ ის თეატრს. ამიტომ ჩემთვის ძალიან კივნეული ყოველდღიურობა, მაგრამ სიახლეც ცუდიც თუ კარგიც მაინც სიახლეა და ისედაც სულ ვამბობ იმას, რომ ადამიანი გარდა თავისი პროფესიისა პირველ რიგში ადამიანი უნდა იყოს და იმის მიუხედავად, რომ ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ის რეალობა, რა რეალობაშიც დღეს ვარ, მივხვდი, რომ თავარია ვიყო ადამიანი და აქ და ახლა ვცხოვრობდე, ჩემს ყველა ემოციას სახელს ვარქმევდე, რაღაცა მიმართულებას ვაძლევდე და არ ვიცი, სხვა რაღაცაებით ვივსებ ახლა ყოველ შემთხვევაში. რა არის მაგალითად? ჩემთვის მაგალითად თბილისიც აღარ არის ისეთი. შეიძლება მე ვარ ესე და ძალიან ეგრეთ წოდებულ ბაბლში ვარ, შეიძლება ძალიან მოქცეული და მაგიტომ, მაგრამ აღარ არის არც ისეთი კონცერტები, არც სპექტაკლები, არც რაღაცა ის ხელოვნების რაღაცა დუღილი და არც გართობა. თუნდაც რაღაცა ივენტ კომპანია ან რაღაცა ივენთი როცა არის დღესასწაული აღონისძიება რომ მიდიხარ, ნუ არც მუსიკა მომწონს, არც ის ხალხი მსიამოვნებს, ვინც ჩემს გარშემოა და სიმართლე რო გითხრა, მე თვითონ თავს ვარიდებ ესეთ რაღაცებზე სიარულს, იმიტომ რომ არც ხასიათი მაქვს მაგისი, არც მზაობა და აღარც ინტერესი ყოველ შემთხვევაში. უფრო ისეთ შინაურულ გარემოზე გადავედი წიგნის კითხვა, ჩაის დალევა სამზარეულოში. უფრო ისე მეგობრული ვიწრო შეკრებები. მე ძალიან ვღელავ, რომ ლაშა არ ჩავარდეს ახლა უკანკიბეზე. ლაშა სხვათაშორის მაგრამ პროფესიონალი არის. ზადვართ მაგისტრისაც, იმიტომ რომ ხო ხტები, ანუ ექშენს არ ვერიდებით ამ ხრივ და რაღაცა სიზამს მოახერხებს. გავისწოროთ, გვიძლია ყველაფერი ვქნათ. ხო და აი ეგ არის რა, რაღაც ჩემთვის ძალიან შეიცვალა. ყველაფერი ძალიან შეიცვალა, ხალხი შეიცვალა. რაღაცნაირად მგონია რომ ფერებიც ისეთი ნათელი ფერები აღარ არის თბილისში. არა. ქეში არ მაქვს საერთოდ ბოდიშს გიხდით. ხო, აი. ხო, სხვათაშორის აი ზუსტად ეს შეიცვალა. როცა ამბობ მე რომ ყველაფერი არის კარგად, ხო, არ არის ყველაფერი კარგად და ძალიან ბევრი იმედი არ დაგვაბრალებენ. ხო და ჩემს გარშემო არა, ჩემს გარშემო ძალიან ბევრს სამსახური აღარ აქვს, ძალიან ბევრს ოჯახის წევრი დაჭერილი ყავს, ძალიან ბევრი წამოვიდა, ძალიან ბევრი არის რაღაცა წნეხის ქვეშ და ეს სტრესი ძალიან ბევრი წავიდა. ჩემი სამეგობროს ნახევარი წავიდა. და მე ვიცი რომ შენ უამრავი მეგობარი ყავს საზღვარგარეთაც და მახსოვს აი მაშინ ირანში გამithარებული მოვლენების დროს როგორ განიცდიდი, ნერვიულობდი და ჯერ ერთი არ გეყო აქაური ლოკალური და კიდე ამას დაემატა კიდევ ახალი სულ სხვა თემა და ანა იცი რა არის აი ვიდრე მივალთ რა თქმა უნდა ბერკლის აუცილებლად შევეხევით იმიტომ რომ გახსოვს როგორ გულშემატკივრობდი და ჩემთვისაც როგორც მეგობრისთვის იყო უმნიშვნელოვანესი ეტაპი შენ ცხოვრებაში და აი თეატრი რადგან ვახსენებ მე დღემდე ეს ემოცია ვერ მოვიშალე ანუ რატომ ესმის შენი ამის ახსნა მინდა როცა კი იქ მოვხვდები, გონია რომ რაღაც მაქვს, აი რაღაც, ხოც სახლა რომ გამოდიხარ და გონია რაღაც დაგჭრა. ანუ მე მაქვს ეს შეგრძნება, ანუ შენთვის წარმომიდგენია აი კერა როცა ახლა თქვი და სახლი და თეატრს გულისხმობ ხაზი გავუსვი, ჯერ ერთი უდიდესი სოლიდარობა დოის ყველა ეტაპზე და სულ იმიტომ რომ არ ვიცი ხელოვანებში ერთ-ერთი პირველი ხმამაღალი სიტყვა, ხმამაღალი ნაბიჯი, გაბედული და თამამი ნაბიჯი მის ანგარიშზეა და
მე მგონია რომ ერთ-ერთი ფორმით მას ვერ გააშავებენ, მაგრამ ჯერ უშუალოდ აი თეატრზე მინდა კითხო, იმიტომ რომ იცი ძალიან კარგად პროპაგანდას უკან არ დაუხევია. ყველაფერი ცადეს, ყველანაირი სიბინძურე შეთხზეს და აი გარდა იმისა რომ შენთვისაც სახლი იყო ის თეატრი, უშუალოდ აი სულ ფიქრობდი და სულ მინდოდა ამაზე მეკითხა და ოღონდ აი არ კითხე, არ ვიცი რატო არ კითხე, ოღონდ არაფერი ამას სასირცხვილო არ არის, აი მაშინ როცა ის პროპაგანდა ეს ასე ვთქვათ ქვებზე ესწურის. არ აქვს მნიშვნელობა თეატრს ვიტყვით ამ შემთხვევაში დოის ვიტყვით თუ დოის ოჯახს ვიტყვით, იმიტომ რომ ერთიც პირდაპირ გაგებით და მეორეც ორივე არის დოის ოჯახი. აი შვილების რეაქცია როგორც შვილის, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ არ ხარ შენ მარტო და ყავს შვილები და აი ამიტომ ვკითხულობ. აი სახლში ამ დროს აი რას ლაპარაკობთ, როგორ ამშვიდებთ თუ არ ამშგეცინე, აი რა ხდება ამ დროს? იცი რა არის, როდესაც მართალი ხარ, მგონია რომ ეს პრივილეგია გაქვს რომ ხარ მართალი. და იმდენად არ გწყინს და არ ღელავ იმ კომენტარებზე, რაც ტრიალებს შენს გარშემო, თუმცა ღელვა არასაკურველია იყო ჩემთვისაც, მამა ჩემისთვისაც, დედა ჩემისთვისაც და ჩვენი ოჯახისთვისაც, მაგრამ ანდრო არის ზუსტად ისეთივე ჩვენი ოჯახის წევრი, როგორიც არ ვიცი, ნებისმიერი სხვა არტისტი ჩვენი თეატრის და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო. გარდა ანდროსა ნაცემი იყო ძალიან ბევრი, ნათია ბუნტური, ბახუტა, მაგრამ არ არის ჩვენი მსახიობი, მაგრამ მსახიობებში ძალიან ბევრი ძალიან დაზიანდა და შეუძლებელი იყო. არა, საერთოდ თეატრი იმისთვის არის, რომ ხალხის გულის ცემაზე ედოს, აი პულსზე ედოს თითი და იმაზე საუბრობდეს, მაგრამ ხო და აი ესე მოხდა და ცირაი დუმილი, ისევ ყველაფერში მივდივარ რა. აღოდ ბოდიში მინდა რომ გაგაწყვეტინო ამ დუმილში არ ვგულისხმობ იმას რა, რატო არ გამოხვედით, რატო არ იბრძოლეთ, არა, ეს გამოიხატებოდა თუნდაც აი ტელეფონის აღებით და ერთი ზარით და ის ადამიანები, რომლებიც აი მართლა 20 წელი ერთად ცხოვრობდნენ, უცბად აი რაღაცნაირად ჩამოიშალა ეს ყველაფერი და ძალიან ბევრი ადამიანი გაქრა, ბევრი გამოჩნდა. ხო. და ძალიან შეიცვალა, თითქოს რაღაც საცერში გატარდა რა ყველაფერი და მტკივნეული პროცესია, მაგრამ ჩემი აზრით აუცილებელი იყო ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მე პირადად, მე და მამა ჩემს რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს სხვათა შორის, მინდა რომ იცოდე. აი რაში? რადიკალურად განსხვავებული, ის არის ძალიან რაღაცა მიმტევებელი, არის ის რომ აი ერთ ლოყას რო მეორეს შეუშვერს, მე არ ვარ ეგეთი ადამიანი. არც რაღაცა თუ ვიღაცა არ მსიამოვნებს იმას საშიშროება ლაშქარ გადახედავდეს, მაგრამ გადარჩება. თუ ადამიანი არსებობს, რომელთანაც მისალმება არ მსიამოვნებს, არ მივესალმები და რაღაც ზედმეტად არ ვიტყუებ თავს ყოველ შემთხვევაში და აი ამ ტყუილის გარემოში არ ვამყოფებ ჩემს თავს და მამა ჩემს არაც, მამა ჩემი უფრო ისეთი კეთილი. ალბათ ცხოვრებისეული გამოცდილება ხო, არ ვიცი, მე მგონია რომ უბრალოდ არ უნდა რეალობის მიღება, ისეთი როგორიც არის და თავის სამყაროში ურჩევნია რომ ყველა ისეთება დარჩეს, როგორც თავის ან რაკურსი შეცვალოს მაგალითად და დაიჯეროს რომ სხვასაც შეუძლია იგივე მაგალითი მისცეს. ხო, არ ვიცი ეს მისი რაღაცა ის არის რა ქვია, მაგრამ ხო განსხვავდება ჩვენი ის ძალიან. მე ბევრ ადამიანს რაღაცები ვერ ვაპატიე. ძალიან ბევრი რაღაცა მეწყინა, ბევრ რაღაცას ვერასდროს დავივიწყებ. და ეს არ არის იმაზე რაღაც პოზიციის დაფიქსირებაზე თუ არ დაფიქსირებაზე, ეს არის გვერდში დგომაზე, ეს არის მეგობრობაზე და არა კოლეგიალურობაზე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეგობრობაზე. მაგრამ ხო, აი თეატრს რაც შეეხება, საწყენია ძალიან და მაყურებ, აი მართლა რაღაც არსებობს ესეთი ჯგუფი, საუბრობთ თეატრზე, Facebook-ზე, სადაც მაყურებლები წერენ, რომ როგორ გვენატრება ეს სპექტაკლი და აი 2 წლის წინ თოლიაზე ვიყავი თუნდაც და მე და ერთხელ მუდმივად, ანუ რთული იყო ბილეთის შევნა, იმიტომ რომ აი რაც გააკეთა ამ თეატრმა ნამდვილად რაღაც დადო ახალი თამასა, თავად დაძლია მერე. და აი წარმოიდგინე ხა, როდესაც 7 კვირაში 6 დღე სპექტაკლს თამაშობ, არის ნიშნავს, რომ კვირაში 6 დღე თეატრში იყო ფუსფუსი, იყვნენ ადამიანები, ვემზადებოდით ყოველდღე რაღაც სხვადასხვა სპექტაკლისთვის და უცბად გაჩერდა ეს ყველაფერი და იმის გააზრებაც ვერ მოვასწარით, რომ რაღაც ბოლო სპექტაკლი რაც ვითამაშეთ, რომ ბოლო იყო. და ვერ წარმოვიდგენდით ვერავინ და ძალიან რთული იყო ამის
ჩემთვის ძალიან რთული იყო რაღაც შევეგუო რა ამ ყველაფერს, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ყველაფერს აქ რაღაცა ანა, დღესთან რაღაც ორი ადამიანი ხარ ხო იცი ჩემთვის, იმიტომ რომ ლალი მებუკესა და ტოვებ უყურებთ და მაგრამ თან ბევრი ხარ ძალიან, იმიტომ რომ რაღაც თან ჩამოვსხდეთ, ცოტა ხანი დაგასვენებთ თან. ჩამოვწდეთ დავილაპარაკოთ და იცი რა არის, აი თეატრზე როგორც კი დაიწყე ლაპარაკი, გამახსენდა ჩვენი მეგობარი ნანკა კალოტოზიშვილი. პირველ ეპიზოდში ნანკა იყო სტუმარი და აი ნანკასაც ვეუბნებოდი რომ რაღაცნაირად მგონია რომ ხელოვანისგან დუმარება, აი ესეთი მდუმარება რა, საშიში მდუმარება ასევე ეძახი, განსაკუთრებულად მძიმეა და აი რატომ სვამ ამ კუთხით კითხვას პირველები იყავით, ჩვენი სამეგობრო უამრავი ადამიანი, ვინც იყო თქვენთან თეატრში, ვინც არ იყო, რომლებიც აი რაღაცნაირად წინახაზელები რა, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ხო რაღაცნაირად მართლა პირდაპირ გაგებით ომში იყო და ტყუებს ისროდნენ, ანუ აი იმ ადამიანებისგან, არ ვიცი, ან იმ ადამიანებისთვის გააქვს რაიმე სათქმელი, ვისგანაც თუნდაც აი ზარი ახსენე, მეც უამას ვამბობ, რომ როგორ ერთხელ როგორ ვერ დამირეკეს. რადგან ნანკა ახსენე კალატოზიშვილი, ნანკასთვის ამბები რაღაც მაქვს სათქმელი პირველ რიგში მადლობა მიყვარხარ და ბოდიში რომელიც ახსენე. საერთოდ ეს წინახაზე მსახიობები ცოტა გარომანტიზირება მოხდა ამ ყველაფრის. მე მესმის რომ ის მსახიობები ცნობადი სახეები არიან და კიდევ უფრო განსაკუთრებულად ხდება თვალში მათი ყოფნა, მაგრამ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი წელია სულ იბრძვიან მუდმივად იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს საარსებო პირობები, რომ იყოს დემოკრატია და თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციას სულ აფიქსირებენ ისედაც თამამად. ამიტომ მათთვის ეს მოვლენები არ ყოფილა რაღაცა ახალი. ისიც რომ რაღაც თეატრის ხალხი წინახაზე იდგა, მეც როგორ ვეძახე, რას გულისხმობ წინახაზში, რომ რაღაცნაირად აი ველოდებოდი თითქოს სხვადასხვა სფეროს, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში იყო მსახიობი, ეს არნიშნავს იმას, რომ დაუშვათ რაღაც მილიარდები გაქვს და მილიონები გაქვს და ვიცით ყველამ ძალიან კარგად, რომ არ არის აქ საუბარი რაღაც გავლენებზე და ასე და ასე შემდეგ და შესაბამისად ვინმე თუ როდესმე ლაპარაკობს იმაზე, რომ აი რაღაც დაიკლო, ან მსახიობმა ყველაფერი დათმო. აი ზუსტად იმ პრინციპის გამო იმისთვის რომ დემოკრატიული ღირებულებების იცი რა არის მსახიობსაც ისე მოხდა, იმაგას ვამბობ რა, ისე მოხდა რომ მსახიობები უბრალოდ გამოჩდნენ. სულ მაგას მინდა რომ ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი არის ამ 2 წლის განმავლობაში, ვინც გავიცანი, ზოგი ექიმი, ზოგი არქიტექტორი, ზოგი ფსიქოლოგი, არ აქვს მნიშვნელობა, რომლებმაც ასევე ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ აი რაღაცნაირად მსახიობები ჩანა და თან მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაკისრა აი ამ მოვლენებმა ზუსტად მსახიობებს, იმიტომ რომ მართლა ერთადერთი რაღაცა ეს ბრძოლა არის ძვირფასი რაღაცა რაც მათთვის ჩემი აზრით ძალიან გადამწყვეტი არის, იმიტომ რომ კოლეგებისთვის გაქვს რამე სათქმელი? არაფერი. ვერაფერს ვერ ვეტყვი მდუმარე კოლეგებს, ჩემგან დუმილი. დუმილი. აუცილებლად. იცი რა არის, ყენაც არ მაქვს, მართლა ვამბობ რა, ვისაც რა რესურსი აქვს ალბათ, იმ რესურს იმას აკეთებს, რაც შეუძლია. უბრალოდ ადამიანს, რომელსაც ხმის ამოღება არ შეუძლია, საკუთარი მეგობრის გვერდში დგომა არ შეუძლია, რაღაცები არ შეუძლია, ვერ გააკეთა, ვერ მიშელი, ასეთი ხალხი არ შეუძლია. იცი რა, მოდი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის დეფიციტი არ არის კრიტიკული აზროვნება, მე არ კითხავ რა არ მოგწონს იმ ადამიანებში, ვინც უამრავი ადამიანი დაასისხლიანა, სხვადასხვა პროფესიის, ახალგაზრდა დიდი ბავშვი ქალი გვაგინეს, გვიწყეს, არ ვიცი, დაგვილეწოს, ყველაფერი იკადრეს. ის რაც დაუშვათ არ მოგწონს, აი აქეთ ჩვენ მხარეს. არის ასეთი რამე, რაც მაგალითად აი ძალიან კრინჯავს. პოპულარული ეს სიტყვა. ძალიან ბევრი რაღაცა. პირველ რიგში მგონია რომ გვავიწყდება მთავარი მიზანი რა არის, რისთვისაც ვდგავართ რუსთაველზე და ეს არის ჩემთვის პირველ რიგში თუ მეკითხებიან მე რატო ვდგავარ ყოველდღე რუსთაველზე, ვდგავარ რეჟიმის ტყვეების გამო. იმიტომ რომ იცოდნენ რომ არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ყოველდღე რაღაცას აკეთებს იმისთვის რომ ისინი გავამხნევოთ, თუმცა ამით ალბათ ვერც ვერაფერს შვები, მაგრამ შეიძლება შვები, არ ვიცი. მაღიზიანებს ის რომ არის საოცარი რაღაც
როგორც კოცების მიმართ აქვს რაღაცა გაჭორვა, გათათხვა, ისე რაღაც ერთმანეთში ეჯიბრებიან თითქოს ვინ უფრო დიდი ხანი დგას, ვინ უფრო მაგარი. არა, დავიღალეთ ერთია, როგორ შეიძლება რომ არ დაიღალო და ჯერ ეს ერთი როგორ შეიძლება რომ ამდენი ხნის განმავლობაში ყოველ საღამოს ერთსა და იგივე რაღაცას აკეთებ და რომელსაც შედეგი არ მოაქვს. და ვთქვათ, მე მგონია რომ ამას შედეგი მოაქვს, ალბათ, არ ვიცი. მე ჩემი პრინციპის გამო დავდივარ და რაღაც შედეგს ესე ძალიან გამიხარდება რომ იყოს, მაგრამ ძალიან ფრუსტრაცია ძალიან დიდი არის და როდესაც გაჯარიმებენ, გიჭერენ, უიმედო ხარ და ვერაფერს ვერ შველი და მაინც დგახარ, ძალიან სტრესულია და ამ დროს როდესაც შენი თანამოაზრე გვერდით გიდგას და იმაზე ამბობ რომ ეს იმისიანი ან ამისიანი. არა, ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ ერთი მეორე რაღაცა უსაშველო კრიტიკა, რაღაცა განუსაზღვრელი კრიტიკა არის ერთმანეთის მიმართ, რომ ვინ როგორ უნდა აპროტესტოს, ამას არჩევენ რა. ასექენი, ისექენი, ამას ნუ ემეგობრები, იმას ხელში ნუ დაიჭერ და ანუ ზუსტად იგივე შვებით ხანდახან აქეთ ამხარე, რასაც ისინი აკეთებენ, გარდა ძალადობის. კი ბატონო. მაგრამ არა ვიცი ხდება რა განსაკუთრებული მიდგომა რო გაქვს ხოლმე ეს ბევრ რაღაცაში მე მომწონს და მithქვამს არაერთხელ სოციალურ ქსელშიც პირადად და ასე შემდეგ. აი როგორ ფიქრობ აი ამ უნდა დავჭდე მაპატი. არანაირი პრობლემა არ არის, მეც ესე დავჭდები. როგორ ფიქრობ აი მაშინ როცა პროპაგანდა ყველაფერს კადრულობს აი ამ სიბინძურეზე ჩვენი რეაქცია უნდა იყოს პასუხი, უნდა იყოს იგნორი, უნდა იყოს ირონია თუ რა? არ ვიცი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ზოგადად მგონია რომ პროპაგანდა ვიზეც ვრცელდება, ეს არის მიზანმიმართულად, ანუ არასდროს არ დაწერენ უბრალოდ ვიღაცა ადამიანზე. ესე იგი ის ადამიანი რაღაცას სწორს აკეთებს და როდესაც ვგრძნობ რომ პროპაგანდა თუნდაც ჩემი მეგობრის მიმართ, ჩემს მიმართ არის გარკვეულწილად დასტურია ჩემთვის რომ რაღაცა სწორად ვაკეთებ. პროპაგანდაზე პასუხი ცოტა წარმოუდგენელი. ჩემთვის მე ყოველ შემთხვევაში არასდროს გამიცია პასუხი მილიონ ჭორს თუ რაღაც რაც ხდება გარშემო, მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც ცილს გწამებენ, ტყულში ბრალს გდებენ, მაგ დროს გაჩუმდე. ამიტომ ალბათ ის რაც თქვი, რამდენიმე წუთის წინ, როცა იცი რომ მართალი ხარ, ალბათ ეს არის ერთადერთი ყველაზე მყარი არგუმენტი. კი, მაგრამ აიცი რა არის, აი მე მეორე მხარე არის, რომ მაგალითად ნანკარად განვახსენეთ, ნანკას შვილს ურეკავენ და ეუნებიან. აი, როდესაც უკვე შენს შვილს ეხება. ხო, რეჟიმის წარმომადგენელი შვილია და ჩვენი მეგობრის შვილი არ არის. ხო. აი ეს ყველაფერი უკვე შენს შვილს რო ეხება და უკვე ისეთ მართლა ღირსებას როცა ეხება, ძალიან რთულია მაგ დროს რომ თავი შეიკავო ნებისმიერი სახის კომენტარისგან, თუმცა პროპაგანდას როგორ უნდა ვებრძოლოთ, არ ვიცი, იმიტომ რომ დღეს საქართველოში მე მართლა ვამბობ, რომ არ არსებობს წყარო, რომელსაც 100% ვენდობი. და მიწევს ძალიან ბევრ გადამოწმება, მიწევს თუნდაც ქართული თარგმანით როცა დევს რაღაცა ინფორმაცია, მიწევს რომ შევიდე და დედანში ვნახო ეს ინფორმაცია რამდენად სწორია თუ არა, ამიტომ პროპაგანდა ასე გულწრფელად რო ვილაპარაკოთ, ორივე მხარესგან არის. ზუსტად იგივენაირი, ერთნაირად არიან, იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის დღეს რაღაც ნეიტრალური, რაღაც შუაში ვერ არ არსებობს ეგეთი. ხო, თუმცა თუ სიმართლის, ასე ვთქვათ, თუ სიმართლის ტირაჟირება ხდება პროპაგანდის მხრივ, ეს ცუდი არ არის, უბრალოდ ხო, აი მეც მაგალითად ვამბობ, რომ რაღაც არის ხო, შენთვის მიუღებელია დაუშვათ. მაგრამ შენ ამის გამო სხვასთან არ სლანძღავ, მაგრამ ისე მშვიდად, წყნარად, დელიკატურად ვცდილობ რომ დაუშვათ აუხსნა, ხო? ანუ ეს პრობლემა არ არის, მე მგონია. არც კრიტიკა არ არის პრობლემა და არაფერი ანუ არ არის ლანძღამდე არ უნდა დავიდეს. რომც გავლანძღო, აი რა. ანუ მაგას ვამბობ, ჯერ ეს ერთი არა მე გულისხმობ ერთმანეთს მყოფ ადამიანებში აგრესია, ხო? ერთმანეთში მართლა წარმოუდგენელი არის. მათ ჩემთვის ჯერ ეს ერთი როცა ვსაუბრობთ დიალოგზე, როცა ვსაუბრობთ ერთმანეთის პატივისცემაზე, ვერც ერთი კანონი ვერ და რომც დააკანონო და დაწერო, რომ ხა ნიკუშა კაციას არ უთხრა ლეღვი, მომინდება და გეტყვი ლეხვს, ანუ
არსებობს რაღაცეები, რაც არც კანონში უნდა იყოს, არც დედამ უნდა გასწავლოს, არც მამამ, რაღაც არის, რაც ადამიანს შიგნით უნდა, რაღაცა შენში უნდა კონდეს და ისევ შენიანს რო უტრიალდები და ამუნათები, იმიტომ რომ მან ისეთი გზა იჭია ბრძოლის და შენ ესეთი გზა არჩეული და ის რაღაცა თითქოს ერთიანობა, რო თითქოს ვიღაცა ერთ ადამიანს ველით, ან ერთ პარტიას ველით, რაღაცა თავი მგონია ცხვრის ფარა, რომელსაც წყემს იჭირდება, რომ რაღაცა მოხდეს და რომ თუ ყველა ადამიანი თავის მოქალაქეობრივ იმას რაღაც გაითვალისწინებს და ზუსტად ისეთ ადამიანის გვერდით დადგება, რომელსაც არ ეთანხმება, მაგრამ მივხვდებით იმას, რომ მიზანი ერთი გვაქვს, მაშინ გავიმარჯვებ. სხვანაირად არ მოხდება ჩემი. ცოტა სასაცილო ხო არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც სულ ვიმეორებთ, რომ ჩვენ ვართ ინდივიდები, აი ეს ინდივიდუალური მიდგომა უნდა გქონდეს ყველასადმი და ბოლოს იქვე რომ გავიწყდება. უცებ და მე რო ვამბობ, აი ყველა შენ ხარ მე და უცებ რა შენ გთხოვ, რომ იყო მე, არანაირად. აი არ მოხდება ისე რა, არ მოხდება ის ვერ ზუსტად ეგ პროპაგანდა ქმნის იმის ილუზიას, რომ მე მაგალითად ვარ აკაცუკი, რომ მე არ ვარ ქალი, რომ მე ვარ გარყვნილი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ის ყველაფერი, რასაც ასეც და ისეც მაწერს ეს პროპაგანდული რაღაცა მექანიზმი. მაგრამ შემდეგ, როდესაც დაუშვათ ქართული ოცნების მომხრეს ხვდები ხოლმე და გვაქვს საუბარი, შვიდად წყნარა დაუღელვებლად, როგორც დედაჩემს და მამაჩემს პატივისცემით, ჯერ ერთი აღელვების გარეშე გავესაუბრები და მე ჩემს ასაუხსნი და ის თავისას ამიხსნის, თავარია მოსმენა ვისწავლოთ. თან ჩემს გეკითხა, თუ გვირჩევნია მზე, რო ცოტა აქეთ არის გადავალთ. ან თუ რამე გვანიშნე. და თუ ერთმანეთის მოსმენას არ ვისწავლით, არაფერი გამოვა. თუ ისევ ვიღაცას დაველოდებით, რომ ვიღაცა მოვა და ის ვიღაცა შეგვაძლებს, ანუ ესეც არ მოხდება. მესმის ძალიან კარგად. ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ. ოღონდ მტკივნეული არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა რეალობის დანახვა და აი ეგ არის ყველაზე მტკივნეული. ამ ნიჰილიზმამდე, რა ქვია, ამას უიმედობამდე, უიმედობაზე ვიდრე დავსვამ ხო კითხვას. იცი რა მინდა კითხო? იმიტომ რომ ვიცი, ჩემსავით ვფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ ამას ჩვენ არ ვიმსახურებთ, აი ამ სისასტიკეს. ამაზე კითხვა არ მაქვს. მაინტერესებს, სულ მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ეს არ მიკითხავს, არ გამომიკითხე ხარ. აი რო გაიგერო, ნიკუშა კაცია, აი გაიტაცე სადღაც. მახსოვს რომ ვიყავი. დასაკეთებდი, ანუ მოქმედება გახსოვს. აბსოლუტურად სუსტად მახსოვს ყველაფერი. ვიყავი თეატრში და მაგდამ დაწერა სტატუსი, რომ ნიკუშას ვერ პოულობთ და დავურეკე ეგრევე, რომ რას ნიშნავს ვერ პოულობთ და დაგირეკე შენ ვერ დაგიკავშირდი რასაკვირველია და მაგდასთან ვიყავი კომუნიკაციაში. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ან დროზე შეგნებულად არ უსვამ კითხვას, იმიტომ კი არა რომ არ დავსვამ. ჯერ მაინტერესებდა მაინც ხო ეგოიზმი. და აი მაშინ ეგ მახსოვს, რომ არ იმიტომ რომ მაგ დღეს არა წინა დღეს ვნახე. ჩვეულებრივად შევხვდით, არაფერი განსაკუთრებული და მაგდას ვეკონტაქტებოდი, მე მახსოვს რომ დავრეკეთ ხელხაზე, თუ რაღაც ეგეთი ის იყო, რომ რაღაც 3 თუ 4 ნომერი იყო, სადაც ვრეკავდით, შენი პირადი ნომერი მაგდას გამოვართვი, მახსოვს რომ ვრეკავდი. არა, ლალი მებუკე კი არა, ანა დოიცად იყო მაგ დროს, არ ვიცი, იმდენად გაოგნებული და აგონიაში ვიყავი და მე რომ გავიგეთ რომ დაგიჭირეს და ბრალი წაგიყენეს და თან რა ბრალი წაგიყენეს ეს მინდა რომ თქვა შეიძლება ეხა ესე უბრალოდ სუმაგას აი ლალი მებუკეთი ვეგვთქვი რომ აი ტატუები გიპოვეს და დაგიჭირეს და ვინც ნიკუშას იცნობს იქ ფაქტი რომ რაღაცა თან რაოდენობასაც გტერიდნენ არის აი მართლა ისეთი სასაცილო ეხა მე რო დამაბრალო ბალერინობა და ახლობით ეგეთი დონის წარმოუდგენობა არის იმ ბრალთან ერთად რაცაც მაბრალებდნენ მე ცილის წამებას ვეძახ მაგას ჩვეულებრივს აი რომ ეთქვათ რომ ეს არის მეტაფიზიკოსი აი ზუსტად წარმოუდგენელი მართლა წარმოუდგენელი ის იყო რა და მე მახსოვს რომ შენს პროცესებზე არ დავდიოდი აი ხაზგასმით არ დავდიოდი, იმიტომ რომ მაგ დროს დედაჩემს ამხნევებდი, კი, დედას და სხვათა შორის შენი ძმა მაშინ გავიცანი და ძალიან შემიყვარდა ლაშა და დედა შენზე ვგიჟდები. მე შენთან ვერ შემოვდიოდი, ანდროსთან დავდიოდი. აი შენთან ვერ შემოჯერ ეს ერთი იმიტომ რომ როკი ვიყურებდი ფანჯრიდანაც და ესე მაშინ ჯერ კიდევ მქონდა იმის ფუფუნება რო გვენახა კადრები რა ხდებოდა სასამართლოში, იმდენად საინტერესოდ მიყავდა და იმდენად მე თვითონ ემოციურად არ ვიცი. ჟდები როგორც რაზეც ახლა და ხერა სიტყვა თქვი იმდენად საინტერესოდ მიყავდა. იქ ჩემი ძმის ინტერვიუ იყო, სადაც ის
ის ამბობს, რომ ხო აი შოუსთვის ემზადება მოდის და ოღონდ აღქმა ყველას რომ ეს გაქვთ, რომ ის კი არა რომ აი მაგიტომ ამბობ, რომ ადამიანს ისეთ რაღაც არ უნდა დააბრალო, რომ ამოაყირავო საერთოდ უცხოების დღეს ვკითხულობდი სხვათა შორის არ დაგავიწყდეს ვიდეო ვნახე. და იმ ვიდეოში კომენტარებს ერთ-ერთი ცრუ მოწმე, რომელიც აი დედაჩემი რო ამბობდა, რომ ესე ვკითხეო და ის ამბობს იქით რომ არა არ უკითხავს და აღონ დევს ეს ვიდეო დღესაც და კომენტარებში შევიდი სრულიად უცხო ხალხი, ანუ არ ჩემ ხარით, არ ჩემი ძმა და აბსოლუტურად არავინ. და ამიტომ აი ასეთ რაღაცას კი ნამდვილად მეგონა ეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა მოქცეულიყავ, იმიტომ რომ იცი რა იყო ძალიან აბსურდს რომ დამიდებს ხო სასაცილო იყო ის ჩემთვის სასაცილო რასაკურველი არაფერი არ იყო ამაში უბრალოდ ის იყო რომ აქეთ იდგა რაცა ბოროტი ხალხი თვითონაც იმ ადამიანები ის ადამიანები ვინც ხედან დღეს სასამართლოში თავიანთ თავს მოსამართლეებს ეძახიან და პროკურორებს მათ ზუსტად იციან რას აკეთებენ აბსოლუტურად ზუსტად იციან რას აკეთებენ და თვითონ ვინც პროცესებზე დამყოფია ძალიან მძიმე სანახავია, იმიტომ რომ თვითონაც იტანჯებიან და ჩვენც ხტანჯავენ და აქეთ იდექი შენ ადამიანი, რომელიც ძალიან ლოგიკურად ყოველგვარი სენტიმენტის გარეშე ფაქტებით საუბრობდი, რომ აი ეს ფაქტი რატო არ აქვს. რაზეც პასუხს ვერავინ ვერ ცემდა და მე მახსოვს უკვე რომ განაჩენის დღე იყო, მაგ დღეს ძალიან ბევრი ადამიანის განაჩენი მოვისმინა და ძალიან ემოციურად ურთულესი დღე იყო მათ შორის ანდროსით. დილა იყო საბა ხო და მე იყო ბიჭების ჩვენ სადაც ხო ანდროც იყო და მე იყო შენი სადაც ფიზიკურად ძალიან ბევრი ვიბრძოლე რომ შემოსულიყავ იმიტომ რომ ერთადერთი ეგ მქონდა რომ ვაი და დაიჭირეს და ოღონდ მე რას ფიქრობდი სიმართლე დროს რომ რატო ეწამა მე ვთქვა რატო იქ ეს ემოცია მქონდა იმიტომ როგორც კი ბზერა გაგისწორე აი მინდოდა რომ მომეძახე რომ რატო ეხა ჩაგეხუტები ცოტა ხანში დამელოდეთ ხო და არ ვიცი ბოლო წამს მინდოდა რომ ჩემი ყურით მომესმინა რაც ხდებოდა და თან ძალიან გაიწელა შენი და ჩემიც ხომ აჩვენებდა ხელით რომ აჩვენდიო წარმოუდგენლად გაიწელა და მახსოვს რომ თან ძალიან ბევრ წელზე იყო საუბარი მიკუშა რა 20-მდე ანუ ვადო და ანუ 20-მდეც უკვე ძალიან ბევრია ეგრო წარმოვიდგინე რომ შენ შეიძლება არაფრის გამო 20-მდე ანუ ვადო ციხეში ჯამჯდარიყავი მართლად ეს მქონდა რა რაღაცა მეგონა რომ მატრიცა მერღვეო და ჩვეულებრივად ხო ეს არის ესეთი ცხოვრება შეგვიქმნეს და აი სულ ვამბობ რომ რა თქმა უნდა თემას არავისთან არ ვათანხმებ იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრია სალაპარაკო და ყველასთან ვისთანაც ვლაპარაკობ აი გინდა არ გინდა რა თქმა უნდა არ დავტოვებ შენ კარიერასაც და შეჩერების დროებით, იმიტომ რომ ეს სივრცეები უფრო და უფრო ნაკლებია, სადაც შეიძლება რომ ეს გამოავლინო და ეგეთი ცხოვრება გვაქვს და კი მნიშვნელოვანია ჩემთვის, აი რატომ არა მარტო ერთი მომწონს ის რომ ვინც განსაკუთრებულად მიყვარს მართლა მას ვუთმობ ჩემს სივრცეს, იმიტომ რომ მგონია რომ ასე უფრო მარტივად ვამბობ ჩემ იცი ძალიან კარგად რომ რამდენადაც ცუდი თუ არ ვიცი შვიდად მეყოფოდეს ენა თუ რამეც არ უნდა მქონდეს, არ მიყვარს ეს რადიკალური ფორმები და მირჩევნია კარგი მაგალითი მივცე ადამიანს, თუნდაც არ ვიცი უამრავი მოზარდია, რომელიც უყურებს, რომელიც ტოვებს კომენტარს და აი ზუსტად იმიტომ რომ აი შენი მიდგომა, შენი ხედვა, როგორი ადამიანი ხარ, იმიტომ რომ შეიძლება მეგობრობთ ბოლო წლებია, მაგრამ რეალურად გაკვირდები საკმაოდ პატარა იყო. მე ვფიქრობ ანაბანამდე პერიოდიდან გაკვირდები და ზუსტად ვიცი, რაზე როგორი რეაქცია გაქვს. რაზე დაუშვათ ბრაზდები, რაზე ცოტა სევდიანო თუ ასე შემდეგ და ამიტომ მინდა იცოდნენ აი მართლა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები რაზე ის არის მე ვერ ვიტყვი რომ ჯანსაღად მოხდა ძალიან დიდი მადლობა კორეანტელი კომპლიმენტებისთვის მაგრამ ძალიან მიჭირს ოღონდ ამ პირველ რიგში მინდა ყველა მიცოდეს რომ საერთოდ არ მომწონს ის რასაც ვაკეთებ საერთოდ არ მომწონს რომ ვიბრძვი მართლა მინდა რომ არ ვიბრძოდე მინდა რომ ვიცხოვრო მართლა შვიდობაში. ოღონდ აი ამ სიტყვის დეფინიცია, რასაც მოიცავს ეგეთ შვიდობაში. მინდა რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდე, მინდა რომ ჩემი მეგობრებთან ერთად საღამოს კარგად ყოფნა მერგებოდეს. იმიტომ რომ სინდისის კენჭდა მე მაგალითად მაინც მაქვს იმის რომ თუნდაც დღეს მივდივარ ჩემი სიტყვაზე მეგობრის დაბადების დღეზე იქ ვერთობი და რაღაც წამს მახსენდება რომ ამ დროს ზის გამოკეტილი 4 კედელში და მე მაქვს იმის ფუფუნება რომ ვიყო გარე ჩემს მეგობრებთან ერთად და ეს გინდა არ გინდა ჩემზე ყოველ შემთხვევაში ძალიან მოქმედებს. იცი რატო რა გინდა გახსოვს რომ მკითხე და გითხარი რომ ანუ ისეთ ქვეყანაში მინდა სადაც
უსამართლოდ არც გამოკეტვა მიწევს ციხეში და პლუს ჯდომა სადღაც პროცესებზე და იცით არ ვარ მე მტყუანი. და აი ამ პროტესტის გარომანტიზირებაც მოხდა მგონია ცოტა იმ ხალხში ვინც და რაღაცა თითქოს იმიტომ რომ აი ამ პროცესმა ძალიან ბევრ ადამიანს ყველაფერი წაართვა სამსახური ადამიანები მეგობრები თითქოს მარტო ეს დარჩა ხვდები და ესეც მესმის შეიძლება იფიქრო რომ ცოტა ვუტრირებ მაგრამ მართლა ესე ვფიქრობ შენზეც როგორც მეგობარზე შენზე როგორც ერთ მოქალაქეზე საერთოდ ვარ გიცნობდე რომ აი მეუბნებიან ხოლმე რომ შენ ძალიან ბევრი გაიღე და გახსოვს როგორც თქვი ხეთ სანამ ჩამოვიდით აი ამ სკვერს აი ესე არჩიესო და მე ან მართლა რა ვიცოდი ანუ რატო უნდა მეფიქრა ნორმალურ ადამიანს რომ ასეთ ბოროტებას მოიფიქრებენ და პასუხი მაქვს ერთი რომ შესაძლოა კი ცუდია რომ ზეც რო ვეხედავ არის ვერავს ვერ შეეხები ვერ ჩაეხუტები ვერ დაელაპარაკები მაგრამ მე მგონია რომ იგივენაირად გაიღეთ დანარჩენებმაც. ანუ ვინც ტყვეობაში არ ყოფილხარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ უსამართლოდ იქ არავინ აღარ მოხდება. ვიცით რომ გახდება ყოველდღიურად. მე წარმოდგენა არ მაქვს შენ რას გადიხარ სხვათა შორის მე და შენ ამაზე არც გვილაპარაკია. არა უშავს ვილაპარაკებთ რაც გინდა მკითხე როცა გინდა. და ძალიან რთული არის ძალიან რთული არის. ემოციურად ამ ყველაფრის კეთება ძალიან რთულია, ემოციურად ამ ყველაფრის არ კეთებაც ძალიან რთულია. თითქოს რაც არ უნდა გააკეთო, იმ სენსაციას გამარჯვებისას ვერ გრძნობ. და ეს ძალიან მტკივნეული არის. მაგრამ ისიც ხო დანაკარგია, როცა თქვი ფრაზა, ხო? ისე რამდენიმე წუთის წინ აღარ თქვამს გავიხსენებ, აი თბილისმა ფერიც იცოლა შენთვის. ანუ შენთვის აღარ არის ეს ის რეალობა, რომელშიც შენ ცხოვრობდი და ფიქრობდი საწასულიყავი რა გესწავლა განვითარებული ყავი. პირველ რიგში განათლების სისტემა აბსოლუტურად რა დღეში ვართ, ვიცით, სამუშაო პირობები რანაირი გვაქვს, ეგეც იცი, ემიგრაციაში რამდენი ადამიანია წასული, იცი, ისედაც აი ამ ხალხს წასულ ხალხს ხმის მიცემის უფლებაც წამოგვიაროთ, ისედაც ამ ემიგრანტებს, რომლებმაც დატოვეს შვილები, მართლა შვილიშვილებს რო სკაიპით სრდიან აი ამ ხალხს ხმის მიცემის უფლებაც რო წაართვეს. ჩემთვის ყოველდღე ამ ყველაფრის გააზრება, რომ აი ეს საოცარი კანონები ყოველდღე ემატება და ემატება, ფასები იმატებს. აი ეს იგიჟე ხდება და ხმას არ ვიღებთ და სამაგეროდ რუსები, ეხლა აი აქაც რამდენი ხანია ვართ, ძალიან ბევრი რუსი, რომელიც ვერ ხვდება საერთოდ რომ რატო არ ლაპარაკობ შენ რუსულად პრეტენზიით ჩემთვის ის არის რა მგონია რომ შებოჭილი ვარ და დამაყენე სადღაც ქანდაკებასავით და მაყურებინებენ როგორ ინგრევა ისეთაც აი მართლა ამდენი საუკუნე ძლივს მოტანილი ჩემი სამშობლო მართლა აი ამის შეგრძნება მართლა უმძიმესია უმძიმესი სანახავი არის ეს არ გამოიხატება მარტო იმაში რომ თეატრი დახურეს არ მოიხატება მარტო იმაში, რომ სტუდენტები დაიჭირეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გამოიხატება ყველაფერში. თუნდაც იმ ადამიანები, მე მართლა ვამბობ, რომ მებრალებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან პროპაგანდის მსხვერპლები და რატო? როდესაც ამდენი წელია ქართული ოცნება აქ არის, ხო? ამდენი წელი ტელევიზორში ისმენ სულ ერთსა და იმავეს და გიწევს რომ თუ საჯარო სამსახურში მუშაობ რომ შენი პოზიცია არ დააფიქსირო იმიტომ რომ შვილი უნდა გამოყვებო და მე მესმის იმასაც ვერ ვიტყვი რომ იმ ხალხის არ მესმის რომელმაც დუმილი ამჯობინა ხმის ამოღებას და ყველას ვერ მოთხოვ და არც არასდროს არავის მოთხოვ რაღაცის გაკეთებას მაგრამ მტკივნეულია ჩემთვის, იმიტომ რომ თვითონაც დაჩაგრულები არიან, თვითონ ძალიან ცუდად გრძნობენ თავს, ამაში დარწმუნებული ვარ და აქეთ ჩვენ კი, აი მაგალითად მახსოვს მე ერთი შემთხვევა, აღარ მახსოვს რა ხდებოდა, აქციაზე ვიყავით და ფილარმონიაში იყო ამ დროს რაღაცა კონცერტი. როგორ მომზადებული მოდიოდი, მაინც თავს იზღვევდი ეთქობა იქ გაზი ისა ეს არ შეფუთული ხალხო, ხო? რძე და ისინი ყველაფერი და მახსოვს რომ იყო ფილარმონიაში იუმორინას კონცერტი. ეხა ახსენდა და რაღაცა ნაწილი შენ უკვე დაჭერილი ყავი ჩემოწრებას რაღაცა ნაწილი წავიდა რომ ფილარმონიასთან დახვედრო და ხალხსა დაიწყო ჩხუბი და კიოდი რომ ხალხო ჩხუბით ვერაფერს ვერ იზავ შენ რომ მოხვიდე ხა ჩემთან და ლანწყვა დამიწყო მე არ მოგისმენ შენ და შესაბამისად შენ თუ ის მიზანი გაქვს რომ ხალხს რეალობა დაანახო ჩხუბით და ლანწყვით ამას ვერ იზავ ვერაფრით ვერ იზავ ისედაც ძალიან ბევრი ფაქტის ჩვენება მჭირდება ესეთი პროპაგანდის მსხვერპლი ადამიანისთვის რომ
ის რეალობა მართლა აღიქვას და კიდე ჩხუბით და ლანძღვით და იმით ეს ყველაფერი ვერ მოხდება. აი კარგია სიმწვანეა, მე მგონი მოვუხდებით ხო კადრს. ანა, იცი რა მითხარი? აი ხო ლაპარაკობთ ამდენი ხანი, ხო? აი ეს ყველაფერი ხო ილექება. რა თქმა უნდა შედეგს რო დატოვებს და შედეგი რო ექნება და არც თუ ისე მსუბუქი, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ აი რა თქმა უნდა იმას არ გეკითხები, აი რა უნდა ვქნათ, მაგრამ აი იმედი და უიმედობა რო ახსენე და ეს ნიჰილიზმი, ფრუსტრაცია, როგორ იცი რა არის, რაღაცნაირად მინდა რომ მივეხმაროთ ჩვენს თანამოაზრეებს და უამრავ ადამიანს, რომელიც აი რაღაც ტალღასავით აი წამოუვლის ეს რაღაც мотиваცია აქვს, მე უცებ მინელდება, უამრავი ადამიანი ეძებს რაღაც სივრცეს, რომ რაღაცნაირად დაიმუხტოს და რა უნდა ვუთხრათ, ანუ სად როგორ გავუწოდოთ ამ ასეთ ადამიანებს დახმარების ხელი, იმიტომ რომ მაინახე ერთი მხრივ შენ რაც გაქვს ის რომ აი იცი რომ ბევრჯერ გითქვამს რომ როგორ იქო უამრავი რეჟიმის ტყვის დედა დგას და ოჯახის წევრიო და აი მათ მიმართ ეს სოლიდარობა და პრინციპია რომ სანამ ერთი ადამიანია და მეც მაგალითად როცა მიწევს რომ ვიღაცას ვუთხრა რომ ხალხო იცით აი აქ დგანა ის ხალხი ვისი შვილებიც ისევ არიან ტყვეობაში და როგორ გავუღვიძოთ იმედი არ ვიცი ვერას რო შენ სხვას ემპათიას ვერ გაუღვიძებ ჩემი აზრით და ეს ვერ მოხდება ესე ხელოვნურად ან რაღაც ინსპირაცია არ ჭირდება ემპათიას ჩემი აზრით და იმედი ცოტა იმედი რისი იმედი უნდა გაუჩინო მე ადამიანს ვერ გაუჩენ არაფრის გამო იმედს მე არ ვარ პოლიტიკოსი და ტყუილ დაპირებასაც ვერ შევთავაზებ და ვერც იმას ვერ ვეტყვი რომ ერთ თვეში გამოდით და ზეგ ყველაფერი კარგად იქნება არ ვიცი ალბათ იმის სურვილი უნდა გქონდეს თითოეულ მოქალაქეს რომ დავინახოთ თუნდაც რამდენი ადამიანია ვისაც სურვილი აქვს რომ ეს ქვეყანა გადარჩეს და ვიმსახურებ ხო ბოლოს და ბოლოს ან მართლა რამდენი ხანი შეიძლება მე ვამბობ რომ რაღაცნაირად ჩემმა თაობამ ხო მართლა რაღაცნაირად ეს აი თუ კი როდესმე რამე გაუგებრობა იყო ყველა ფერმა ჩვენ ზურგზე გადაიარა და იცი რა არის აი კიდე მინდა რომ ის აღვნიშნო რომ ის ხალხი რომელიც რუსთაველზე 90 წლებიდან მოყოლებული დგას მათთვის რუსთაველზე დგომა კიდევ უფრო მძიმე არის ვიდრე ჩემთვის დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ 9 აპრილს გამოვლილ ყველა დარბევა 7 ნოემბერი იქნება თუ რა ყველა დარბევა რაც კი რამე ყოფილა, მართლა ამ ადამიანებზე გაუვლიათ და თითქოს ერთ წრეზე ვტრიალებთ და ისევ იგივე, მაგრამ მე დღეს როგორი სიტუაციაც არის, მგონია რომ შეიძლება მე რადგან ძალიან პატარა ვიყავი რაღაც წინა ხელისუფლების დროს და არ მახსოვს ესეთი სიტუაცია ახლა როგორც არის ეს თუ ესე გაგრძელდა ძალიან ბევრი ვიფიქრე ისედაც და ასედაც რა არის ჩემი თავის მაქსიმუმი რა შემიძლია რომ გავაკეთო და მგონია რომ ჩემი თავის მაქსიმუმი გავაკეთე ყოველ შემთხვევაში და ვაკეთებ როგორც შემიძლია და სადაც შემიძლია ყველას გვერდში ვუდგავარ მაგრამ ბოლოს მოხდება ისე რომ თუ ყველა არ გავერთიანდით ყველა წავა და ქვეყნიდან და დარჩება მარტო ის, ვინც შეგუებულია და შეგუება აი ამ ყოფას რა ყოფაში ახლა არიან. და ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ამბიცია რომ იცხოვრონ და მარტო ის კი არა რომ იცოცხლონ, რომ იცხოვრონ, ეს ადამიანები დატოვებენ ამ ქვეყანას და ეს იქნება ყველაზე დიდი ტრაგედია უკვე რაღაცა მაგ გზაზე ვდგავართ და ეს არის ძალიან სამწუხარო და რა უნდა ვუთხრა მისაპირწონეთ ვინმეს რომ გამოდი და გვერდში დამიდექი მართლა არ ვიცი აი ვერ გეტყვი მართლა არ მაქვს არანაირი ტყუილად ის იმასაც ვერ ვეტყვი დაუშვათ ჩემს მეგობარს რომელიც ოდესღაც ჩემთან ერთად იდგა და მე ნელ-ნელა ძალიან ბევრი გამოგვაკლდა რომ იცი რა წამოდი და დექი და მიხვდები რომ გავიმარჯვებთ იმიტომ რომ მეც კი რომელიც მე 500 მე რამდენი დღე აღარ მახსოვს 60-ზე მეტი დღე ვდგავარ მე თვითონაც არ ვიცი რა იქნება ხვალ რა იქნება ზეგ მეც სულ ამბობ რა ინდივიდუალურიც არის და თან აი იგივე ხო აი წერან თქვი რომ ფრაზა რომ მე მივდივარ ყველაზე მძიმედ ხდება იმიტომ რომ რაღაცნაირად ხოც პრინციპული ვარ და აი ახლა რომ მე ავდგე და წავიდე თუნდაც რეალურად აი რომ მოვუყვე ნებისმიერ ადამიანს ვინ შეიძლება ეს ხელი გამომიწოდოს გულისხმობ ხო იცი აი ჩაბარება ისეს ან პირდაპირ გაგებით
ისტორია, ამბავი, თანმიმდევრობა არის დევნის. კი ბატონო. და დარწმუნებული ვარ გაიგებენ, მაგრამ პრინციპი მაქვს ის, რომ არ უნდა იცხოვრონ აქ უსამართლო ადამიანებმა და არც ბოროტებმა. ხო, დაიცი რა არის, ზოგს აქვს მაგის უნარი, რომ შენ მაგალითად რომელიც ზუსტად ისევე ideki იმ დღეს, როგორც მე ვიდექი და როგორც ათასობით ადამიანი ამოგარჩიეს, ცილი დაგწამეს, სხვა თვე წაგართვეს. ანუ ძალიან დიდი სტრესი მოგაყენეს მარტო შენ კი არა, შენს ოჯახს, მეგობრებს გამოხვედი და მაინც იმას შვები, რომ იცი რა ეს არ არის სწორი. შენ რომ ეხლა ჩაალაგო ჩემოდანი და თქვა რომ იცი რა მე ეს ქვეყანამ ჩაგრავს მე ეს ქვეყანამ ტკეს და მართლა ტოქსიკური ყოფილივით არის საქართველოს დღეს რომ თითქოს აი მე გავცემ ამ სიყვარულს და ხან მიბრუნდება და ხან არ მიბრუნდება ხან პასიურ აგრესიული სიყვარულით მიბრუნდება ხან და წინვით ხან მითხავენ შენ რომ ეხლა ჩაალაგო და წახვიდე მე მაგალითად ვერაფერს გეტყვი და ვერც იმას ვიტყვი რომ აი ნიკუშა მიგვატოვა ჯერესეთი რასნეს ყველას დაიცოდეთ რომ ამას ახლა ვსაუბრობთ, იმიტომ კი არა რომ ვინმეს რაიმე საქციელის გამო ვამუნათებთ, არა. უბრალოდ ჩვენც გვაინტერესებს, ჩვენც ამ ემოციაში ვართ და ჩვენთვისაც გამარჯობა. ჩვენთვისაც ყოველდღიურობაა და ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ხო? აი რას ვფიქრობთ ადამიანები მაშინ როცა სახლში ვართ, ვსეირნოთ წერთ პოდკასტს თუ ასე ისე ჩემს საყვარელი ფოტოა ხო იცი? აი განადგურებული რო ხარ სულიად. ანდროს ფოტო რომ მიგ იყო მახსოვს. და მაგდას საყვარელი ანუ მაგდას ვიდეოებიდან ჩემს საყვარელია მაგდაც რო აიძულა ანუ რეჟიმა რო შემოვარდა ლაივი ჩარტო. ჩემი ნიკუშა რო კივის ოღონდ თან ტირის ოღონდ ვიცი რაც ხდებოდა მაგაზე და როგორც კი ჩამიგდო აი რა ისე რო გიცნობთ მაგიტომ მე ხო ზუსტად ვიცი ამ დროს რას განიცდით და ფორმა როგორია დაუშვათ აი გროტესკამდე როგორ შეიძლება მივიდეს ახლა მეგობარ და ხო აი შენ შემთხვევაში ის ფოტო სრულიად განადგურებული. მართლა მე თვითონაც რა შევხედე, მან და არ ვიყავი, იმიტომ მახსოვს რომ ღამე გავათენეთ, ძალიან წვიმდა და ერთმანეთს ეს რაღაც რა ქვია, არ ვიცი, პოსტერები, რაღაც ხუთზე გამოსახული ფოტოები, იმიტომ რომ ძირს არ დაგვედო, რიგრიგობით გვეჭირა ხოლმე და ვუფრთხილდებოდით და წვიმაში, საწვიმარით გავარ მიჭირავს, ჩავხევტებული ვარ ამ დროს, მიდევს თავი და მართლა რაღაც წაშლილი და გაქვავებული ვარ აქ. ხო, ეგ ფოტო მაგ ფოტოს რო უყურებ ხოლმე, მან ხვდები რომ მე როგორც ადამიანი თუ დავიკარგე, მე როგორც პერსონა, მე როგორც ინდივიდი თუ დავიკარგე, ვერაფერს ვერ შევძლებ, ვერც ამ ქვეყნისთვის, ვერც შენთვის და ვერც ჩემთვის. ამიტომ რაღაც პერიოდში ჭირდა რაღაც მოვახერხე ის რომ დავიბრუნე, უბრალოდ სინდისის კენჯნას ცოტა შევებრძოლე რა. იმიტომ რომ შეუძლებელი არის, აი შეუძლებელი არის და მაგას ვამბობ სულ. ან აი ახსენე და ლოგიკურად პირიქით მქონდა ჯერ ვალიზე მინდა და მეკითხა, მაგრამ არაუშავს იმ ვიდეოს გაჩვენებთ, რომ მელთან დაკავშირებითაც ბევრი კითხვა მაქვს და აი პერსონა თუ დავიკარგეო, მე ვიცი რომ შენი ცხოვრება ჩემი დაკვირვებითაც და მათ შორის თანმიმდევრობით, რომელიც შენგან ვიცი, რაღაცნაირად აი თელი ბავშვობიდან აი ჩაერთე ამ პროცესში, ანუ შენ შექმნილი შენი თავი. და მე ძალიან მომწონს რომ ლაპარაკობ, მე ძალიან გიждები იცი, ქეთოზეც, ანუ დედაზეც, მამაზეც, დოიზეც, ზოგადად შენ ოჯახზე და ზოგადად განსაკუთრებული პატივისცემა მიჩნდება ადამიანებისადმი, რომლებიც აი სრულიად დამოუკიდებლად თვითონ გეგმავენ, ახლა აქ წავალ იქნება ეს ანაბანა თუ კიდე სხვა პროექტი თუ ასეთი იყო ერთ-ერთი პროექტი მოდი დავარქვათ ასე ბერკლიც ანუ შენ შექმნილი შენი თავი და კითხვა მაქვს ასეთი იმიტომ რომ რთულია საქართველოში და განსაკუთრებით ახლა და მე სულ მინდა ხოლმე რომ აი იმედის ნაპერწკალი მივცე ხოლმე იმ ადამიანებს რომლებიც ფიქრობენ რომ აი თუნდაც აი ცარიელი ხელებით ვერაფერს ვერ იზამ მეც ბევრჯერ დავიჩაგრე მეც ბევრჯერ დავეცი და ზუსტად ამიტომ მაქვს ეს პოდკასტი ნიკუშა და აი ეს შიშველი ხელებით რაც გამოვა იმასაც ვაჩვენებ როგორ შეიძლება ეს გააკეთოს ადამიანმა და იმასაც რა შეიძლება გზადაგზა მოხდეს და აი ეს საკუთარი თავის პერსონად ქცევა და შექმნა და შექმნა საკუთარი თავისგან რაღაც მნიშვნელოვანი რომელიც პირველ რიგში შენთვის არის აუცილებელი გავს რაღაც მხრივ ბრძოლას კი საყველაზე თავარი ბრძოლა ჩემთვის ეგ არის. აი ამ ბრძოლაში ვის უმტკიცებ ან რას უმტკიცებ? ან მტკიცებ არაფერს. არაფერს არ ამტკიცებ. ჩემი აზრით ამ ბრძოლაში შენი თავის ლიმიტებს ებრძვი. თუ რამეს ებრძვი, შენი თავის ლიმიტებს ებრძვი. და როცა გაქვს სურვილი რომ
რაღაცა ისწავლო, განვითარდე, უფრო საინტერესო ფერები შეძინო შენ ცხოვრებას, ყველაფერი გამოვა. ჩემთვის ეს იყო პირველ რიგში განათლება. ხო, ხაზი გავუსვი, მაგრამ ბოლომდე ავთქვი, რომ ეს ის შემთხვევა არ არის მეგობრებო, როცა აი დოის შვილია და დოიმ რაღაცა ასე არქნა ისეკენენ თვითონ რასაც უნდა იმას აკეთებს და თუ რამის გაკეთება უნდა ვერ გააკეთებინებს დედამიწის ზურგზე ვერავინ და ამიტომ ბოლო წლებია იცი და კარგია ეგ არასთქმაც ვისწავლე მე ძალიან დიდი კომპლექსი მქონდა მაგისი რომ დოიშვილი ვიყავი და მაგიტომ ეხა შერასაც ხას უსვამ რომ ყველაფერი ჩემით მართლა ეგ მაგ კომპლექსმა ძალიან დიდი რაღაცა მომცა რომ ვინმე მართქვასზე არ არის ეგ ვიღაცა რაღაცას მაინც იტყვის ხა ბერკლიში რომ ჩავაბარე ვიღაცა ხალმა დაწერა კომენტარში რომ მამამისმა ჩაუწყო და ახლა ეგეთი ვიღაცამ რა თქვა ეს არასდროს არ არის ჩემი რაღაცა იდეა ფიქს რომ ამათ უსმინო არის ის რომ მე ჩემ თავს დავუმტკით რომ აბა ჩემით რამდენს ვიზავდა ცოტა რომ წამოვიზარდე და რაღაცებს რომ დავუფიქრდი მივხვდი რომ იცი რა აი მამა ჩემის მეგობრები ვინც არიან დღეს თუ ვიღაცისთვის დავუშვათ ვიღაცა მარინა ბერიძეა და ჩემთვისაც მარინა ბერიძე არის იმის მიუხედავად რომ ბავშვობიდან ვიცნობდი უნდა გამომეყენებინა დღეს და ყველას ვურჩევ რომ თუ კი რამის გამოყენება შეგიძლია ნაცნობი იქნება უცნობი იქნება შესაძლებლობა შანსი ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ რა თუნდაც იმიტომ რომ ხმელი მაინც დაგაბრალებს იმას აგერ თავარი არის ჩემი აზრით თავარი არის რომ გქონდეს სურვილი რაღაცის კეთების ეს რაღაცა ჩემთვის მაშინ იყო სიმღერა ვიცი მეც აი ბაბუო ჩემიდან გამომდინარე იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ერთ-ერთი იმ პირველთაგანია ვინც აი პირველი ქართული ტელევიზიის შექმნის სათავეში იდგა და მე არ ვიცოდი. ხო, და აი სულ მქონდა ის მომენტი, რომ ვინმე მართვას რომ იმან გაუკეთა. და სულ ვცდილობდი, რომ აი რაც არის ტრენინგი, მეცადინეობა იგივე მეტყველების ნაწილში, მივდიოდი ჩვეულებრივ, როგორც ჩვეულებრივ მოსწავლე, მაგრამ იმიტომ რომ მეც მქონდა ის მომენტი, რომ ვინმე მართვას და თურმე ვინმე მართვას კი არა. როგორც კონტაქტი, როგორც ხიდი, როგორც ტრამპლინი, ყველა შესაძლებლობა, ყველა ნაცნობობა, კი ბატონო. ყველაზე მთავარი მტერი არის თვითცენზურა. კი ბატონო. ჩემი პირველ რიგში იმიტომ რომ მე თვითონ ვიწესებდი რაღაც წესებს რომ იცი რა არის აი მაგალითად ესე არ დაჯდე ესე არ ჯდებიან გოგოებიან აი თან აღარ პარვის ხოხტებ ბევრი დეტალი მაგრამ იმას რასაც ჩვენ გულისხმობთ ორჯერ უფრო მეტად ან სამჯერ უფრო მეტად ვმუშაობდი რომ ვინმეს არ ეთქვა რომ აი დოიშვილი რადგან არის აი მაგითო მე თან კარიერა ხარ კარიერას რო ახსენებ მე არ ვთვლი რომ რაიმე ესეთი კარიერა მქონია კი ბატონო მივზადი გეტყვი რატო ნახე აი ეს სამად რა უხეშად რო დავყოთ და აი შევხედოთ როგორც სქემას აი დაფაზე წარმოიდგინე ანაბანა მერე ბერკლი და ის ვინც ხარ დღეს და უღოთ ხას გავუსვამ რატომ აი როცა მე მიკითხავს მაგალითად ადამიანებისთვის რომლებმაც არ იციან რომ მე და შენ ესეთი ახლო მეგობრობა გვაქვს რომლებიც როგორც მუსიკოს როგორც მომღერალს აი რაღაც მოიწონათ ახლა ერთ-ერთი ბოლო იყო რამაც აი ყველას გულამდე მიაღწია ინოლასის ცნობილი კი ბატონო ის ყველა მიცის ვინილი რომელიც გამოვიდა და იმ ჩანაწერში შენი მართლა საოცარი ფრთხილი პირდაპირ ვიტყვი ფაქიზი და შენზე საუბრობენ როგორც აი გონიერ მომღერალზე, ანუ ჭკვიან მომღერალზე, მომღერალმა, რომელმაც ზუსტად იცის, სად არის წითელი ხაზი და უბრალოდ აი ოდნავ მაინც 1% თუ ეჭვეპარება, სიტყვაზე რომ აი რაღაც კონკრეტულ მელიზმს, მაგალითად დაემშვიდობა და დაუქნევს ხელს და ამიტომ ნახე შენ როცა ამბობ რომ კარიერა არა, მე აი ასე ვხედავ, იყო ანაბანა, სადაც მოსინჯე, მერე გაიღვიძა კიდევ ერთმა, აი არ ვიცი, აი რაღაც ხო იცი კალაპოტი უცებ დიდი ენერგიის ნაკადი რომ მოდის და კიდევ ერთმა ანადოიმ რომელმაც თქვა რომ დღეს მე ჩემ თავს დავუმტკიცებ რომ ბერკლი და გააკეთე ეს და გადასარვი კონტაქტები და მე ყველა ვიდეო მაგთან და ვიცი ეს ყველაფერი ხო და რანაირად არა ხა არ არის ეს კარიერა აბა რაღაცა კარიერა მაშინ კარიერას ვერ დავარქმევ ნიკუშა, მართლა ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სიმღერა ჩემთვის არის ის, რაც ძალიან მიყვარს და ძალიან სიამოვნებს. ის რომ პროფესიით ვარ მუსიკოსი, ჩემთვის ძალიან საამაყოა და ძალიან მიხარია, მაგრამ ეს არ არის ის რითიც თავდაბალია თავდაბალი რა შუაშია ხარ რასაც ვფიქრობ მას გეუბნები მუსიკა არ არის ის რითიც მე ვსუნთქავ და ვცხოვრობ მესმის და ამიტომ მივხვდი რომ მე არ ჩემში არ არის ის
სათანადო, არც ნებისყოფა, არც მონდომება, არც ის რაღაცა. არა, დაგეგმა ის გავაკეთებ. მე ეგეთი ადამიანი ვარ, აი თუ ვიტყვი გავაკეთებ, მაგრამ ის რომ მინდოდეს ამის გაკეთება. ესე არ ვარ, ჩემ მეგობრები გარშემო ვსაუბრობ, თორჯო, გიგაშანინ, აი ეს ხო ჩემ მუსიკოსი მეგობრები, ვინც ამ თავიანთი პროფესიით სუნთქავენ და საერთოდ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მუსიკაში კიდევ უფრო ჩაგეკითხები რატო იცი? მე მაქვს ასეთი ფრაზა საკუთარ თავზე, რომ მეკითხებიან, ვერ ვიგებ მეთქი, ანუ კარიერისტი ვარ თუ იდიოტი თქო და რატო უსვამ ოღონდ ამას ხას. აი მაგალითად, ჩემს შემთხვევაში თუ ვერ მოუწყვეტი ვარსკვლავს, რომელიც ჩემს სახელზე ანთიაცაზე, მე ამის გამო უბედური არ ვიქნები. ანუ მე ახლაც აქ რო ლაპარაკობ, ჩემ პროფესიაში ვარ და აი მომწონს, მაგრამ ის რომ დავგეგმო რომ აი ამას გავაკეთებ, მე იმას გავაკეთებ, მე კომერცია, მენეჯმენტი, რაღაცა 1, 2, 3 სქემა არა. მე ძალიან მიყვარს. ხო და არა, აი ასე არა, მე როგორ ვარ, იცი, რაღაცნაირად აი კი სასიამოვნოა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს უნარები რაც ამ საქმისთვის არის საჭირო. მართლა ბევრი რაღაც მაქვს, მეხსიერება იქნება, მეტყველება იქნება, მოქცევა კამერასთან თუ ასე შემდეგ, მაგრამ ხო ნუ ერთ ძალიან ხარ შევიქებ თავს და იყოს ცოტა თანდაბლობა ჩემგანაც სულ მაგას იძახიან გაგიჟდა ეს ბიჭიო და რატო ამბობ იცი რომ საბოლოო ჯამში კარიერისტი არ ვარ ესე. ანუ მე არ ვუწოდებ ჩემ თავს კარიერისტი, იმიტომ კარიერისტები აბა იდიოტი ხარ, ეგრე გამოვიდა. იყოს, რა პრობლემაა? ხო შეიძლება იყოს. იყო გულწრფელი, ახლა მირჩენია რომ იყოს გულწრფელი პასუხი და რატო თუ ამბობ რომ ის იდიოტი ვარ რაც ხელს გულზე. მე მგონია რომ 21 საუკუნის მთავარი პრობლემა არის ეს. პირველ რიგში პროდუქტიულობა, რომელიც მძულს ეს სიტყვა და საერთოდ ეს ტენდენცია რომ ყველა უნდა იყოს პროდუქტიული, რომ თითქოს თუ დილით 6-ზე არ ადეხი, ჩიას პუდინგი არ შეჭამე, მე არ ივარჯიშე, მე არ წახვედი სამს. აი ეს ყველაფერი რუტინა, აი რაღაც 15 ნაბიჯი იმისთვის რომ უბრალოდ სახე დაიბანო და კრემი წაისვა სახეზე. ტუტორიალები. აი ეს არის სიგიჟე. აი ამით აგიჟებენ ამ ადამიანებს, ამიტომ აქ მე ძალიან ბევრ შფოთი, ამიტომ აქ ეს ტყუილი მოლოდინები, რომ თითქოს თუ ამ ყველაფერს არიზავ შენ პროდუქტ კარგი ადამიანი არ ხარ, ეს არის ჩემთვის სიგიჟე. შესაბამისად, მართლა სიგიჟე არის რა, ჩემთვის მთავარი არის რომ მე ვიყო ბედნიერი. აი ეს არის ჩემთვის აქ და ახლა მინდა რომ ვიყო ბედნიერი და რაც მე ძალიან მაბედნიერებს ის ვაკეთებ. ძველისთვის არ დავიბადებულ ვარ, მაგრამ დავიბადე რომ ვიყო ბედნიერი თქო პროცესს თქვი და ხო ეს არის ჩემთვის მთავარი. თუნდაც ის კარიერა რაც ახსენე რისთვისაც ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბერკლიში ძალიან ბევრი ვისწავლე, ორი რა ქვია სამსახური მქონდა გარდა იმისა რომ ძალიან ბევრს მეცადინეობდი. რაღაც ჩემპიონთან ერთად მუსიკას ვაკეთებ, ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, როგორც კი მივხვდი რომ ის იყო ის მაქსიმუმი რაც ამ პროფესიიდან მჭირდებოდა, იქვე დავემშვიდობე, ჩავეხუტე, ძალიან მოვეფერე და გადავედი და ვაკეთებდი სხვა რაღაცას ვცადე, კინო ვცადე. ხო, მაგრამ აი ეს რეჟიმი არ გენატრება? რეჟიმი აღარაფერს აღარ მინდა. ის დრო. აი რა არის ხო რა? ის დრო? ის დრო მენატრება, იმიტომ რომ მაკავშირებს კარგი მოგონებები. თორემ ეხლა რომ ამერიკაში ჩამსვათ ფეხით წამოვალ. რადგან ამას ვიხებთ, მე მგონი მაგ დროს იყო, ხო? ვინახე სადღაც კლუბში შერონ სტოუნი იყო? არა. სადღაც არ მახსოვს ევროპაში, ამ შემთხვევაში თუ ამერიკაში, მაგრამ სადღაც ბევრი იყო ეგეთი, ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მიყვარს აბსოლუტურად აი ეს რენდომ მე და ჩემი მეგობრები შევედით ბილიარდის სათამაშოდ და არონ გოლბერგი უკრავდა ინსტრუმენტზე თავისთვის და არა ჩუმად იჯდა თავისთვის და მე გერით ვიცარი მახსოვს და რო შევხედა დავაკვირდი და სახეზე კარგად ვერ ვიმახსოვრებ ადამიანებს, მაგრამ ბგერას ერთხელ თუ მოვისმენ ვიცი სულ და აი ბგერით ეგ ნიუ-იორკს აქ ეგ და ამერიკას საერთოდ ეგ ხიბლი აქვს, რო უცბად და უცბად. ეხლა აღარ წავალ ამერიკაში, იმის მიუხედავად, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდი ყველაზე კარგად გამახსენდება მთელი ცხოვრება. ანა, აი ამ კარიერაზე როცა ვლაპარაკობთ რა და თუნდაც აი სიმღერაზე. ჩემს შემთხვევაში რაც ესეც ინდივიდუალურია, ვინმე მარე ფიქრობს, ახლა მე მუსიკოსი ვარ, მაგრამ მელომანი ვარ და ხო მარინა ბერიძე ვახსენეთ და ძალიან მიყვარს და არ არსებობს რომ არ მოვიკითხო. ყველა შესაძლებლობაზე მოვიკითხო სულ. ხო და იცი რა მინდა რაღაცნაირად ასე მგონია. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია და ამიტომ ვერ მეთქოს რომ სხვანაირად ვიფიქრო. აი ზოგი შემთხვევაში გვიან დგება ცხოვრებაში, იმიტომ რომ ასაკს ცხოვრების გამოცდილებას აი ვიტყვი, ვითვალისწინებ ყველაფერს. აი თუნდაც ანაბანამდე და ის ბოლო ეხლა რაც ვახსენე, რაც ყველა მოისმინა, ინოლას საოცარ თემას გულისხმობ. აი რაღაცნაირად ხო გადიან და ბევრი მომღერლისგან მომისმენია, რომ უნდა იცხოვრო, რომ თვითონ სიმღერაში ეს თხრობის ეფექტი შემოვიდეს. ანუ
და შენ შემთხვევაში რაღაცნაირად აი მალე მოხდა რა, იმიტომ რომ არა რაღაცის გავლა იყო საჭირო იმისთვის რომ რაღაცა იმღერა რომ თავარი არის რომ ის რასაც მღერი იმ ნაწარმოებს ცეპატივი. ანუ აი ეს მითია? მე ჩემი აზრით მითია. არ ვიცი, ესა ვერ ვიტყვი რომ მითია თუ რეალობა. სიყვარულზე ვერ იმღერებ თუ რაღაც. არა, არ არსებობს ადამიანი, ვისაც თუნდაც დედა არ უყვარს. ან თუნდაც ფისო არ უყვარს, ან წუგა არ უყვარს. სიყვარული შეგრძნება არის. და არ აქვს მნიშვნელობა ქალვაჟური იქნება თუ დედაშვილური თუ ასე შემდეგ. არ მგონია ჩემი აზრით ყველაზე მთავარი. შეიძლება ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან თეატრალურ საზოგადოებაში გავიზარდე და ჩემთვის სამაგიდო რეპეტიციები, რაღაც პერსონაჟის განხილვები იყო მართლა Tuesday afternoon, სამშაბათი საღამო იყო მართლა და საერთოდ პოეზიას სხვანაირ პატივს ვცემდა განსაკუთრებით, როცა სიმღერას ეხება, ის სიტყვა არ არის მარტო იმიტომ, რომ სიტყვა იმღერება. იქ არის ფრაზა, რომელიც თავარი არის, რომ იაზრებდე რას ამბობ, რასაც ამბობ იმას, შენ როგორ იტყოდი იმას იაზრებდე და მე ამ ყველაფერს აქ და ახლა იმ მომენტში გრძნობდე და როდესაც გრძნობ, რასაც მღერი და იაზრებ, თავისით გეყოლინება და ის ფრაზები და ის რაღაცა, რასაც შენ თხრობაც მოდის მაქედან. მე თუ მკითხავთ, აი მაგალითად, მარტივ მაგალითს ვიტყვი, ძალიან ტენდენცია არის ჩვენთან, რომ დღეს ქართულად როცა მღერია ცოტა ამერიკული აქცენტით, რაღაცა, რომ მიყვარხარ თქვი რაღაც საშინელებად, რაც ჩემთვის მართლა ის სისხლიმდის ხურიდან მაგას და განსაკუთრებით კიდე ინგლისურად ვინც მღერის და ერთი სიტყვა რო არ ესმის, რასაც იცახის ჩემთვის ეს არის პირველ რიგში ისეთი უპატივცემულობა, რომ სულ რო დაანგრიოს დარბაზი, არც ერთი მისი ბგერა არ მინდა და არ მომწონს და მეყალბება, თუ არ იცი რაზე მღერი და აი გაგინდოდა ეხლა ის რამე გამახსენდა. აი მეც ხო ვიცი რა. და ის ძალიან სიგიჟე არის. მე უკვირთ რატო არ უყვარს ხალხს მათი მოსმენა და ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით თემებზე. აი ამ ცნობილ თემებზე და ეს მე მგონი იყო ჩვენი საუბრის თემა American Songbook. Yes. ხო და ეხლა ვერ ვიხსენებ, აღარ მითხარი მაშინ. აი თემა რომელიც ატანაც არ მაქვს და არასდროს არ ვიმღერებ, ხო? კი, მე მაქვს ერთი ესეთი თემა. აბა რომელი? My Funny Valentine. My Funny Valentine. რატო? ეს არის ჩემი კარმა და გეტყვი რატო ვერ ვიტყვი ვიზე, მე გეტყვი თუ კიდაჭუბად. ერთ-ერთი მელომანები ეგრევე ხდებოდა, მაგრამ ეს სისტემა My Funny Valentine. ეგ თემა ხო, მაგრამ ეგ თემა ერთ-ერთმა ქართველმა შემსრულებელმა იმღერა და ნუ ჩემთვის იყო ძალიან სასაცილო, იმიტომ რომ არც სიტყვა იცოდა, არც რა შინაარსი რაზე მღეროდა და უბრალოდ იმღერა და იმდენად ბევრჯერ გავიმეორე და პაროდია გავაკეთე მისი, რომ ამ თემას ვეღარ ვყერი. კარგი, ანუ ცალკე მეტყვი იმ დანარჩენს. იმ ექსკლუზივს, რომელიც მარტო ჩემი ექსკლუზივი. ხა, მაგ თემას ვერ ვყერი. დანარჩენი არ არსებობს. მაგ თემაზეც არ არსებობს თემა, რომელსაც არ ერთადერთი მე ჩემში არ ჯდება, ვერაზრს ვერ ვმღერებ რუსულ. ამაზე არც იმიტომ კი არა რომ რამე ხა ძალიან დიდი ბოდიში ხელოვნება მესმის რომ აბა რა ვქნათ დოსტოევსკი არ წავიკითხოთ კი უნდა წაიკითხო და წამიკითხავს და რუსული კლასიკური მუსიკაც მე მიყვარს და ვუსმენ და სულ მოვუსმენ მაგრამ მე არის რაღაცა რაც ჩემთვის პირადად როცა ამხელა პროტესტი მაგენის მიმართ მე რუსულად სიმღერას ვერ შევასრულებ და როცა ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ ოკუპირებულია და აღარ გავაგრძელებთ კი ბატონო აი ეგ არის დადარჩენი ლიმიტი არის რაც შეგისრულებია არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს კომერციული პროექტი რომელიც გინდოდა და გააკეთე არის დღეს აი მსახიობებს ეკითხებიან ხოლმე როლი რომლის შესრულებაც გინდა და არის ისეთი თემა მუსიკალური ნაწარმოები რომლის შესრულების უფლებას ნებას ну ყოველ შემთხვევაში სურვილი გექნება ბევრი რაღაცის მაგრამ აი ძალიან გინდა შეასრულო მაგრამ ემზადები არის ასეთი რომელიმე თუნდაც ქართული მქონდა ერთი ეგეთი ჩემი საოცნებო თემა და ნიკარაჭველმა რომელიც მართლა თოვლის პაპასავით ჩემთვის ეს ხანდახან მოდის ხოლმე და არანჟირება ისე მოხდა რომ რაღაც თავის ორკესტრთან ერთად წერდა და გაორკესტრა როგორც იცის 10 წუთში და ჩაწერა და მაგასაერთ მაჩუკა
ულამაზესი ჯობი მის თემა, რომელიც ალმოდოვარის ერთ-ერთ ფილმში არის საუნდტრეკად და მე ჩავწერე პორტუგალიურად. სხვათა შორის ალბომი მაქვს გაკეთებული CD-ით, მაშინ ადრე ცოტა პატარა ვიყავი და სახში ვიდა რაღაცა 200 წელი და გამოშვებულა და სხვათა შორის YouTube-ზეც აღარ მიდევს ანუ აქციები უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა და ერთი აქცია გამაკეთებინეთ რომ ის ალბომი სახში რო უდევს რაღაცნაირად გამოვამზეუროთ და დავატყოთ ჩვენი ყური არა ბევრი გულში მოწყობილი ხავს არა არის ძალიან ბევრი თემა არის მაგალითად ეხა პირველი რაც გამახსენდა რაც storytelling-ზე რაც ამბობდა ამბის მოყოლაზე ალბათ ურთულესი და ყველაზე ლამაზი თემა და ჩემი ცხოვრების საუნდტრეკი არის Both Sides Now ჯონი მიჩელის და საოცარი არანჟირება არის ორკესტრის და ეს ალბათ არის ჩემი საოცნებო რაღაცა რასაც დიდი სიამოვნებით ვიმღერებ შენახული მაგრამ არაფერს არ გამორიცხავ რომ შეიძლება მასზე მოხდეს რომ ვიმღერო იცი რას ვამბობ როცა ამბობ რომ ანაბანა მომღერალი ხარ აი ხასიათიანი ამბობენ ხოლმე არტისტებზე უყვართ ხოლმე ამის თქმა რომ აი გონია რომ ხასიათიანი მომღერალი აი რამე განწყობა გჭირდება განწყობის შექმნა რომ ნუ მე ამბობ სცენაზე სანამ გავალ მაგას არა ზოგადად აი რაღაც განწყობა განსაკუთრებული რომ კონკრეტულად აი ეს ადგე და გააკეთე იმიტომ რომ იციან ხოლმე თქმა რომ აი ხა ერთ-ერთი ვინც მახსენდება არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა მაგრამ ურში მიცარი არა რა პრობლემა იმიტომ რომ ესეთ მოსაზრება დადიოდა ჯანსუღ კახიძეზე რომ ესეთ რთული ხასიათი აქვს მაგრამ პროფესიონალიაო და მე სულ ამბობდი რომ აი ხელოვანს როგორ არ უნდა ქონდეს თქო ხასიათი ანუ ხوار შეიძლება სულ ერთი იყოს წვიმს თუ მზეა მაგალითად ინგრევა ქვეყანა თუ არა იმის გამო რომ წვიმს მეც 500-ზე ვიყო და შენ ეს გადმოგდა ჩემთვის ეგეც აბსურდია ანუ არ ვიცი არ მგონია რომ რთული ხასიათი მქონდეს ერთადერთი რასაც ვერ ვიტან ვერსად ეს არის არა პუნქტუალურობა თუ შენ გამო მე საქმე ვიფუჭდება ჩემთვის ეს ანუ რეპეტიციას როცა ვამბობთ რომ იწყება 4 საათზე უნდა დაიწყოს 4 საათზე მე ვარ აბსოლუტურად მომზადებული ძალიან სხვათა შორის აი მიდოდა შენთან მეთქვა და ამას შენ მიმიხდები ძალიან მაღიზიანებს და საერთოდ ცოტა მეცინება აი ესეთ ფაქტზე რომ დავუშვათ ნიკუშა და ბენდი. ხო. აი ეს ჩემთვის არის ყოვლა წარმოუდგენელი, რადგან შენ იგივე ბენდის ზუსტად ისეთივე წევრი ხარ, როგორიც არის გიტარისტი, ბას-გიტარისტი, დრამერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და როცა ვიკრიბებით რეპეტიციაზე, რადგან მე სოლისტი ვარ დავუშვათ და მე უმღერი და მე უნდა გავაკეთო არანჟირება, ყველაფრისთვის მე მაქვს სათანადო განათლება რომ მოვემზადო მუსიკოსებს მოვუსმინო რაც მე მინდა ის კი არ ვაკეთო და თქვენი აქ იმიტომ კი არ ხართ რომ მე ფონი შემიქმნათ და მე ვიმღერო აი ეს ყველაფერი საერთოდ ძალიან მაგიჩებს და ისე საიდან გაჩნდა ნეტა ალბათ იმიტომ რომ დავუშვათ ერთი მუსიკალური ბენდი ბევრგან არის არ ვიცი ხო აი ვინ არ ვიცი ეს საერთოდ არ ვიცი გამირკვიე იმიტომ რომ ძალიან ცუდი ტენდენცია არის ეგ დაუშვათ რაღაცა ხო რომ ანა და ვიღაცა ბენდი არა და გამოდიან ერთად მღერიან თითქოს ის რომ რადგან სოლისტი ხარ შენ ვიღაცაზე მეტი ხარ ჩემთვის ეგეც სიგიჟე არის მართლა სიგიჟე არის ამიტომ ჩემს კოლეგებს მუსიკოსებს ზუსტად ისევენაირად ვუსმენ როგორც რეპეტიციის დროს ასევე კონცერტ ანუ მუსიკა არის იმისთვის რომ დიალოგი შედგეს პირველ რიგში ჩვენში იმ მუსიკოსებში ვინც სცენაზე ვარ და მე მათთან და აი ერთადერთი თუ ცუდ ხასიათს ვინმე მიმაბრალებს არის ეგ რომ არ მიყვარს პუნქტუალურად უნდა მოხვიდე და არ დამაკარგინად რომ ბევრი რაღაც მაქვს სათქმელი კი არა და ისეთ ცოტა რო ვიოხუნჯოთ ეგეთი პოდკასტი მე ჩავწეროთ ცოტა რომ დამშვიდდება ქვეყანა და ისე ვიდრე გადავალ იმ ეპიზოდზე ოღონდ ეს ცოტა ხნით დავაპაუზოთ. კი არა და რამდენადაც შევძლებთ, აი დავივიწყოთ რომ რაღაც არ ვართ მშვიდობის კალაპოტში, ნამდვილი მშვიდობის. არის რამე ისეთი, ან პიროვნული განვითარების დონეზე, ან პროფესიული განვითარების დონეზე, რაზეც ძალიან გწყდება გული. აი არის ასეთი რამე. აი რაზეც გიფიქრია რომ აი სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო, ან ბევრად უფრო უკეთესად. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მე ვთვლი რომ შრომასთან ერთად არის გამართლებაც, თუნდაც მაგალითად ბერკლის ნაწილს ვგულისხმობ იმას, რომ მთელი მსოფლიოდან ჩადის რამდენი ადამიანი და ხდება გული კი. თუნდაც იმაზე, რომ უფრო მეტი არ გავბედე. მომწონს.
მიყვარს ან გიждები. აი ვაფრენ ისე მიყვარს. უფრო მეც გავბედავდი, მაგრამ ანუ მე ამ ნაწილში ვიქნები ყურადღებით, თუ სადმე მოდუნდები. აივანზეც დაგხვდები, კარტანაც დაგხვდები. სპერშიც იქაც აქაც ყველგან და მე გავბედე იმ თვალსაზრისით, რომ ესე როგორც ადამიანი და როგორც ჩემი მეგობარი იცი, რომ ძალიან ღია ვარ და აბა მოდი და ძირითადად ჩემი მეგობრის, აი ცოტა პატარა რო ვიყავი, ჩემი მეგობრის მშობლები რო იგებდნენ რომ მე იქ ვიყავი, მშვიდად იყვნენ რომ აი ანა იქ არის და სინამდვილეში ყველაფრის ბუნტის თავი ვიყავი. ყველაფრის და ხო ეს რაღაც პირად გამოცდილებებში თამამი ვარ, მაგრამ ალბათ უფრო თამამი ვიქნებოდი და უფრო მეტ რაღაცას გავაკეთებდი. აი როგორც მაგ ძალიან ჩართული მქონდა ყოველთვის. კარგი, ვიდრე ლალის დავუსვამ კითხვას. მანამდე მითხარი, იმიტომ რომ მე მგონია რომ ეს ლალი სანამ შეიქმნებოდა. სანამ შექმნიდი ლალისაც არის კიდევ ერთი ჟანრი, რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრ რაღაცას ამბობ. რა გქრინჯავს, რა არ მოგწონს. ცოტა გროტესკით, ცოტა ხანდახან სატირაც არის. ბევრი რამეა მოკლედ იუმორის გარდა და მე ამ სიღრმეს რა თქმა უნდა პოულობ და არის თუ არა დამიდასტურე ან უარყარი. მე მგონია რომ ეს გააკეთე იმისთვის, აი სადაც ანადოის შეიძლება არ ვიცი, აი თვითცენზურის გამო რაღაც სისტემა არ უნდოდეს. აბსოლუტურად. იტყვის ლალი. ეგ არის. იპოვე სადმე ეს ლალი ნახე, მისი ხასიათი, როგორ შეიქმნა. მართლა არ მახსოვს. ან ვინმე არის ისეთ მე და მისთან თორჩა ვიყავით 10-11, მე ვიყავი 10-11-ის, თორჩა 12-13-ის, აი მაგასაკის. როდესაც დავიწყეთ, აი ეს არ ვიცი ვინმე შეხვდა კონკრეტულად თუ რაღაცა, მაგრამ აი ლალი გაჩნდა უცბად და ეს არ არის მარტო ის რომ დავშეხოთ კილო მაგ. ლალი აქ. ანუ ეს კილოზე არ არის, ეს არის ქალი, რომელსაც ყველა იცნობს. და მერე უკვე კვინტეტში რომ დავიწყეთ ერთად სიმღერა, მართლა იმდენს ვიცინოდით ჩვენ თვითონ მე და გიორგი, რომ ძალიან ბევრჯერ ვყავართ ბუკას ჩვენ მასწავლებელს რეპეტიციიდან გაგდებული, სასტუმროდან გაგდებული, რომ წადით დამშვიდით. იმდანაც ჩვენ ვერთობოდით მაგ ყველაფრით, რომ აი და მე რაღაცა იწყებ დაკვირვებას. ესე რამდენი წლის არის ლალი? თუ ეგეც განსაზღვრელია. არ ეკითხებიან. ხო რა, რატო იცი? იმიტომ რომ ამ ლალიმ ისეთი სიტყვები იცის და ეხლა ვნახოთ ვიდეოს. ხელში რა გიჭირავს? ეს რა არის ლალი? წერილი გამომიგზავნა. ვინ? წერილებს ვინ აგზავნეს ამ დროს? ამ დროს ყველა აგზავნის ნახევარი იმისა დაჭერილია ჩემო ჩემი რეჟიმის ტყვეარი ჩემი მეგობარი და იმან გამომიგზავნა. რა ორას გწერს? არ ვიცი ჯერ რა უნატილი არ დამდნობია კარგად პირში და ჯერ არა ვარ აზე მოსული ისეთი არის რომ აი არა ვყევი ემოციებს ჯერ რა. ვისი წერილი? ნიკუშა კაციას მეტად. შენი მეგობარია? რაზე დაიჭირეს? არაფერზე რაზი დაიჭირეს, სახეზე ტატუ უნახეს და ტენიანი რაღაცა სისულელეებს. აქციაზე დგომის გამო და სიგეთისა სიყვარულის გამო დაიჭირეს, ისთვის დაიჭირეს. ეს სახეზე ტატუები კაია მე. რატო არა, ვისაც მოწონს უნდა კონდეს კაცო. ღიფი როა ყველასა, დიპლომი როა რა, კარგია და სახეზე ტატუ წუდია. და ლალიმ რომ მიიღო ეს ჩემი წერილი, თან ბევრი მეგობარი რო აღმოჩნდა იქ. ხო. მოქალაქეების გარდა. კი ბატონო. ხო და დადნა ეს რა უნატინი. რა დადნა ნიკუშა. რა უნატინი მიშველის მითხარი, რა უნატინი მიშველის შკალაზე მაგწნევა ავარდნილი. ლალი ძალიან ემოციური ხარ. მე ძალიან ემოციური ვარ ერთია და მე აი უცბად მოწმენდილცაზე რო შენი წერილი მოვიდა ხო 1-40 წუთი მარტო ესე ვუარე რა აი კილომეტრები ხო და აი ამ ვიდეოშიც ხოტიროდი. ძალიან ცუდად გავხდი, მართლა ძალიან ცუდად გავხდი და როდესაც ეგრე ძალიან ვიქრინჯები რომ არ ვიცი ეს ჩემი ემოცია გაბრაზება იყო, სევდა იყო, მონატრება იყო, სიყვარული იყო, თან გამეხარდა, თან ძალიან გავბრაზდი რომ არ ვიცოდი როგორ გამომეხატა და დავიწყე ეგრევე ლალითი ჩხუბი და ეგრევე ის რომ ლალითი ამ ყველაფერს რო ვშვები არავინ არ ბრაზდება, არავინ არ წყის, ყველა იცის და ყველა კარხაციაზე და შესაბამისად მეც მირჩევნია რომ ლალითი თან მე ჩემი გამოხატო შენ ამაზე იცინო და თან არც არავის არ და ამახსოვდეს იქ მნიშვნელოვანი თემები. ხო
ხო მე ასჯერ მართლა ასჯერ ნახე ეს ვიდეო არც მახსოვდა იცი ეგ ვიდეო შენ რო ჩაგეკტო არ ანუ ეკას გადაღებულია იმიტომ რომ ეკა გეკითხება ეკა მომიტანა ეგ წერილი და ნანკამ გამომიგზავნა ხო ეგ ძელი ვიდეოა ანუ იქ ბევრ თემას ეხები და ეს მონაკვეთი რომელიც მე დავდე და რა თქმა უნდა ლალი დავაფასე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი მგონია საერთოდ სამყაროში და ოღონდ მართლა 5000 ჯერ უყურე 5000 ჯერ და მე იქ რაღაც მომენტები ხო არის სადღაც აი პიანოა სადღაც ფორტეა და როგორო ეს ტატუებია და მართლა გეუბნება იმდენი ვიცინე რომ და ყველაზე საინტერესო რა არის იქ მე კომენტარები რო დაწერეს გადავედი შევამოწმე და მარტო რუსულ ესტრადას რო აზიარებენ ისეთ ხალხს გქონა გაზიარებული ოღონდ მართალიაო ლალიო ანუ იცი რა არის ლალი არის ძალიან ალალი და გულწრფელი ადამიანი ის რომ სხვათა შორის პირველად რო დავდე TikTok-ზე ლალის ვიდეო და თორჩა მეხვეწებოდა წლების განმავლობაში რომ ხო გააკეთე და მეუბნები რომ მეზარება გიორგი აი რა ვის რა თუნდა ჩემი რაღაცა ხმე და შე რო გვეცინება არის შესაძლოა და მართლა შემთხვევით დავდე ესე ვიდეო და სადაც ვიყავი მე მგონი ბუდაპეშტში ვარ და მერიის საათი რეკავს და საათის ხმაზე ვამბობ რომ კაცო გამისკდა თავი თუ რაღაცა ლალი მაი მიაძახა და ვიდეოში ეს არ ჩანს და რატომღაც ჩათვალეს რომ იყო ეკლესიის ზარები და აი მართლა საშინელებაზე საშინელი ვიღაცა ქალმა დამიწერა რატო დედაშენს მუცელშივე არ აუწყავდი ხა რა საკურველია რომ ლალი მეგრევე დაიმახსოვრა ეს წინადადება და ყურადღებოთ არ წავებს არაფერს მაგრამ ნუ აი მანდ მივხვდი რომ ის ყოდა და ძალიან ბევრი დღემდე ქუჩაში მოდის და მეუბნება რომ შენი ხმით მელაპარაკე აი ამას მეუბნება თავიდან ვერ ხვდებოდი რას ნიშნავს შენი ხმით მელაპარაკე და მე მივხვდი რომ ბევრმა არც იცის რომ ხუმრობ ზოგს ხო მაგრამ ნუ არ მიკურს ეგ იმიტომ რომ ნახე სერიალებიდან ხო ვიცით გმირები რომლებსაც მიმართავენ გმირების სახელით და არა ხო მესმის ხო და აი ის არის რა საყვარელია ლალითი ძალიან ვერთობოდი სხვათა შორის ლალით ძალიან დიდი ხანია მიძინებული მყავს არა რანაირად ხო და ეს არის ხარ დამავიწყოს რადგან შევეხე ლალის თემასაც სამიშვილის დედა როგორ შეიძლება ბოროტი იყოს მართლა ნუ არიან 4 შვილის დედებიც ბოროტებიც ლალი არ არის ლალი არ არის არა მართლა კეთილია და თან ისეთია ალალის გარდა მართალი და ხა ალალ მართალი როცა ხარ ჩემო კარგო ხო და ნახე რო ამბობ რომ შემთხვევით დავიწყეთო მე და თორჩამო და შემთხვევითია ყველა სერიაც იმიტომ რომ არასდროს არ დგამ და მაგიტომ ამბობ რომ ეს ხო მე მინდა აი მადლობა რომ ეგ მითხარი რომ მეუბნებიო რომ ვიდეოებს რატო არდებ ამ ვიდეოებს მე არ ვიღებ ხო ანუ არავის არ უყავს არ ეუბნება რომ ეხა მოდი ნიკუშ და დაიჭერე კამერა ან ლაშა თუ რა ვიცი სხვა თუნდაც დემე როცა არის აი უცებ ვიღაც იღებს კამერას და თუ გადამიღებს და რაღაცა მე გადმომიგზავნის ეგ ვიდეო მენახება არც არასდროს შენც ხო იცი რომ არ ვგიგებ არა ეს ვიდეოც აი ხა რომელზეც ვაპარაკობთ რომელიც ნახა მაყურებელმა ამის ორიგინალი მინდოდა ხო და ნანკა მეუბნება რომ შედიო მებუკესთანო და მედებაო და არ უდევს მეუბნება რომ არც ქონია ეს ვიდეო იმიტომ რომ გახსოვს მე მოვნიშნე კი მე შენ განახე ანუ მაგას ვამბობ აი ძირითადად მიღებს ხოლმე მარიამი ჩემ მეგობარი ეკა ნინა ესე ჩემ მეგობრები თუ გადავიღეთ იმიტომ რომ მეც ვიდიბენაც იმ ტელეფონით და ბევრს გადავიღებ იმიტომ რომ იკარგება მე ეს ვიდეო ხო თორემ ესე რაღაცა იმით რომ ხა დავჯდები ძალიან უხალისობდი ლაივებში გასვლით სხვათა შორის ეს მართლა ძალიან სახალისო იყო და რაღაცა ამ ხალხთან კომუნიკაციით და მე რომ მოდიან ესე უცბად რომ აი მე ბუნფაიერ ვარ მაგალითად რაღაცა ზედმეტ სახელით რო რეგისტრირდებიან ძალიან მიყვარს და მომწონს თან ბოლოსკენ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი და არ ვიცი ხა მინდა რომ იცი ბევრი რთულია მეგობრებთან საუბარი ამ ფორმატში იმიტომ რომ ისედაც მეუბნები რომ შეამცირე დრო დიდია მაგრამ ყველა უყურებს მე მაინც არაფერს არ ვამცირებ არაფერს არ ვჭრი დაახლოებით საათი და 15 წუთი ზუსტად ვიცი რომ ვლაპარაკობთ და რადგან ბევრ თემას შევეხეთ ჩემო ძვირფასო და მე დარწმუნებული ვარ რომ იქნება სიმღერაც იქნება კლიპიც როცა დაგჭირდები იგავჩნები კი არა მე თვითონ მომინდება და მოვალ და ამ ფუფუნებას ჩემ საკუთარ თავს არ წავართმევ აი ლალის თუ რამე აქვს სათქმელი უთხრას ყველას თუ არ უნდა არაფრის თქმა არ მითხრას არ ვიცი აი ძალიან რთული დავალება არის ნიკო ანუ ვიცი რა მოდი ეს მე გავამარტივებ ცოტა რა რადგან ეს სცენარით არასდროს ლალი არ მოქმედებს და არასდროს ლალის სცენარით არ დარბის ანუ რამე შეიძლება ეხო ფიქრობ იყოს ისეთი რაც აი ბოლო დროს ნუ შეწუხდა ეს ლალი ანუ გადარეული ვარ მე გეტყვი რაზე რითი აი ლალი მითხარი
იმასთან და ესე მომაყოლმე არ გვიფრთხილდებიან თუ აი რა უნდა არა ინტერესებს საერთოდ თვითონ ეგენი ქუჩაში არ დადიან გარეთ არ გამოდიან მანქანებით დადიან ბოკვერები უზიათ აგერთ ხანი პორშეში და ხან ლამბორგინიში ხო რა ენაღულებათ ეხლა არა იმ გეფიცე მართლა აი კრეატივის წვიმა რომ მოდი ამათ ქოლ გააქვთ გაშლილი და დგანან ესე გამიგე ყეღეჩები გამიგე და არა ინტერესებს ამით ბაფრენ გეჩები რადგან ქოლგი ბარძლა პროსტა ნუ აი ანა მადლობა ლალი მებუკეს მადლობა რა თქმა უნდა და ლაშას მადლობა ხო და გამოიწერეთ ჩემი არხი და მე მინდა ვისურვო ის იცხოვრო ისეთ ქვეყანაში მართლა ოღონდ აი მშვიდობის გარდა რო გექნება კიდე ან თვითონ ყოველდღიურობა რო შეგახსენებს რომ აი მინდა ეხა ახალი დისკიც მინდა სიმღერაც თვითონ ცხოვრება რო გთხოვს დაახლოებით ხო ხვდები როგორი კომფორტული გარემოა და ჩვენც ვიქნებით ბედნიერები და მინდა რომ აი წერან თქვი რომ არ მინდაო საერთოდ ეს ბრძოლაო და იმდენად ახლოს არის შეგრძნებასთან იმიტომ რომ ერთია რომ მართლა მტერი რომ რაღაცას და ცდილობ რომ გამოგლიჯო რაც აგარქვეს და მეორეა საქართველოში გებძვის ქართველი, რომ არ იყო ქართველი. ამაზე მძიმე და ურთულესია. მართლა არაფერი არ არის. მადლობა მოკლედ კიდევ ერთხელ. და გეტყვით კიდევ ერთხელ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, იმისთვის რომ ესეთი უძვირფასესი არა მარტო ჩემთვის, თქვენთვის ადამიანები, მათთან დაკავშირებული სიახლეები არ გამოტოვოთ არასდროს და იცოდეთ რომ უიშვიათესი მეგობარია ჩემთვის ერთი ჩემი ანა დოიაშვილი და თან არის უკარგესი მოქალაქე, უდიდესი პასუხისმგებლობით და ის მარტო 4-ზე რეპეტიცია და 4-ზე ვაკი არა. როგორც მოქალაქესაც აქვს ეს პასუხისმგებლობა და მოკლედ მომღერალი ანა დოიაშვილი, ლალი მებუკეს შემქმნელი. იყო ჩემი დღევანდელი სტუმარი. მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერად. Podcast